ფილმს წარმოგიდგენთ აჭარა ბეთქომი. ფილმი გახმოვანებულია აჭარა ნეტკომის მიერ. საიდგაისტი.
რაც უფრო მეტად იწყები მის გარკვევას თუ რა გვესმის, საიდან მოვდივართ, რას გონია რომ ვაკეთებთ, უფრო მეტად იწყები იმაზე ფიქრს რომ გვატყუებენ. ჩვენ ყველა საზოგადოებრივი ინსტიტუტი გვატყუებს. ერთი წუთითაც რა გაფიქრებინებს იმას, რომ რელიგიის ინსტიტუტი ერთადერთია, რომელსაც არ შეეხებიან. ამ სამყაროს რელიგიური ინსტიტუტები სიბინძურის ფსკერზე არიან. რელიგიურ ინსტიტუტებს იგივე ადამიანები გიწესებენ, რომლებმაც შენი მთავრობა დაგიყენა. შენი კორუმპირებული განათლების სისტემა შეგიქმნა, რომლებმაც შენი საერთაშორისო ბანკინგის კარტელები შექმნა. იმიტომ რომ ჩვენ ბატონებს სულ ფეხებზე კიდიხართ, შენს და შენი ოჯახიც. მათ მხოლოდ ის აინტერესებთ, რაც სულ აინტერესებდათ. მთელი დაწყევლილი სამყაროს კონტროლი. ჩვენ შეცდომაში შეგვიყვანეს, გზიდან აგვაცდინეს, იმ ჭეშმარიტი და ღვთაებრივი სამყაროს გაგებისგან, რასაც ადამიანები ღმერთს უწოდებენ. მე არ ვიცი რა არის ღმერთი, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი თუ რას არ წარმოადგენს იგი. და მანამ სანამ მზად არ იქნები, რომ სრული ჭეშმარიტება დაინახო და სადაც არ უნდა წაგიყვანოს, ვისთანაც არ უნდა მიგიყვანოს, თუ თვალის არიდება გინდა ან თუ ბრმად გინდა ვინმე სენდო. მაშინ გზაში სადღაც მაინც მოგიწევს იმის გაგება, რომ შენ საქმე ღვთაებრივ სამართალთან გაქვს. რაც უფრო განათლდები და რაც უფრო მეტად გაიგებ რა საიდან მოდის, მით უფრო ნათლად დაიწყებ ყველგან ტყუილების დანახვას. ჭეშმარიტება უნდა შეიცნო, ჭეშმარიტება უნდა ეძიო და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს. მათთვის ალბათ რთულია. მათთვის, ვინც ავტორიტეტი მიიღო ჭეშმარიტებად. ჭეშმარიტების ავტორიტეტად მიღების მაგივრად. ჯერალდ მესი, ეგვიპტოლოგი. რადგან სიმართლე უნდა გითხრათ ამ ხანაგებო, ჭეშმარიტება უნდა გამცნოთ. საქმე როცა ტყუილამდე მიდგება, უდიდეს, უმაღლესი ლიგის ტყუილამდე, მოკრძალებული შეშით უნდა იდგეთ. ტყუილი დაპირისპირების და გადამეტებული მოთხოვნის ყველა დროის ჩემპიონთან, რელიგიასთან. დაფიქრდით, რელიგიამ ფაქტობრივად ადამიანები დაარწმუნა, რომ არსებობს უჩინარი კაცი, რომელიც ცაში ცხოვრობს და გიყურებს. გიყურებს რას აკეთებ. ყოველ წუთს, ყოველ დღე. და ამ უჩინარ კაცს განსაკუთრებული სია აქვს. იმათი რაღაცის, რაც არ უნდა რომ გააკეთო. და ამათი რაღაციდან რომელიმეს თუ ჩაიდან, მას განსაკუთრებული ადგილი აქვს გამზადებული. ცეცხლით ადაკვამლით გაჟღენთელი. ცეცხლმოკიდებული ადგილი სავსე გამოუთქმელი ტანჯვით და კბილების ხრჭენით, სადაც გაგიშვებს რომ იცხოვრო და იტანჯო და დაიცვა და იხოთო და იღრიალო და იტირო სამუდამოდ, უკუნითი უკუნისამდე. მაგრამ მას უყვარხარ. უყვარხარ და ფული სჭირდება. მას ყოველთვის სჭირდება ფული. ის უძლეველი, უსრულყოფილესი, ყველაფრის მცოდნე და უბრძენესია. მაგრამ რაღაცნაირად ფულთან ვერ აქვს კარგად საქმე. რელიგია მილიარდობით დოლარს შეუვლობს. ისინი გადასახადებს არ იხდიან და ყოველთვის ცოტა უფრო მეტი უნდათ. აბა ერთი კარგი ტყუილი ამბავი მომიყარე. ნაწილი პირველი. ყველაზე დიდებული ამბავი, რაც კი ოდესმე მოუყოლიათ. ეს მზეა.
ქრისტეს შობამდე 10,000 წლის წინანდელი ისტორიაც კი სავსეა მისი ორნამენტებით და წარწერებით, რაც ადამიანების ამ ობიექტის მიმართ პატივისცემის და თაყვანისცემის ანარეკლია. და ადვილია გაიგო თუ რატომ, რადგან მზე ყოველ დილას ამოდიოდა. მას სინათლე, სითბო და დაცულობა მოჰქონდა. ადამიანს იხსნიდა სიცივისგან, სიბრმავისგან და მტაცებლებით სავსე წვდიადით მოცული ღამისგან. კულტურები მიხვდნენ, რომ მის გარეშე მოსავალი არ მოვიდოდა და დედამიწაზე სიცოცხლე ვერ იარსებებდა. ამ რეალობებმა მზე ყველა დროის ყველაზე თაყვანის საცემ ობიექტად აქცია. ამის მსგავსად მათ ვარსკვლავების შესახებაც იცოდნენ. ვარსკვლავებისთვის თვალყურის დევნებამ მათ საშუალება მისცა გამოეცნოთ და განიწვრიტათ მოვლენები, რომლებიც დიდ პერიოდში ერთხელ ხდება. როგორიცაა მზის დაბნელება და სავსე მთვარეები. მათ კატალოგში ციური ჯგუფები ისე შეიტანეს, როგორც ჩვენთვის ახლა ცნობილია თანავარსკვლავედები. ეს ზოდიაქოს ჯვარია. ის ერთ-ერთი უძველესი და ხშირად გამოყენებული სიმბოლოა კაცობრიობის ისტორიაში. ის წლის განმავლობაში მზის მიერ 12 ძირითადი თანავარსკვლავედების გავლის ხატოვანი ანარეკლია. ის ასევე წლის 12 თვეს 4 სეზონს ნაბუნიობას და ბუნიობას ასახავს. ტერმინი ზოდიაქო იმ ფაქტთანაა კავშირში, რომ თანავარსკვლავედების ანთროპომორფიზმი მოხდა. ხორცის შესხმა, ადამიანება და ცხოველება. სხვაგვარად რომ თქვათ, ადრეული ცივილიზაციები ვარსკვლავებს არა მხოლოდ თვალს ადევნებდნენ, არამედ მათ სხვადასხვა არსებებად ანსახიერებდნენ და მათი მოძრაობის და ურთიერთკავშირის შესაბამისად ოსტატურ მითებს უგონებდნენ. მზე თავისი სიცოცხლის მომცემი და სიცოცხლის გადამრჩენელი თვისებებით განასახიერებდა როგორც უხილავი შემქმნელის ან ღმერთის ნიმუშად. ის ცნობილი იყო როგორც ძე ღვთისა. ქვეყნიერების სინათლე, კაცობრიობის მხსნელი. მსგავსად 12 თანავარსკვლავედი მზის განსასვლელ გზას განასახიერებდა და სახელებით იცნობოდა. ძირითადად ბუნების ელემენტებით, რომლებიც დროის მაგ პერიოდში ხდებოდა. მაგალითად მერწყული, წყლის მატარებელი, რომელსაც გაზაფხულის წვიმა მოაქვს. ეს ჰორუსია. ის ეგვიპტის მზის ღმერთია. ეს ქრისტეს შობამდე დაახლოებით 3000 წლის წინ ხდება. ის ადამიანად განსახიერებული მზეა და მისი ცხოვრება ალეგორიული მითების სერიებისგან შედგება. სადაც მზის ცაში მოძრაობაა ჩართული. ეგვიპტის ანტიკური იეროგლიფებიდან ბევრი რამ ვიცით. ამ მზის მესიის შესახებ. მაგალითად ჰორიუსი, რომელიც მზეს და სინათლეს წარმოადგენდა. ყავდა მტერი ცნობილი როგორც სეტი. და სეტი წვდიადის და ღამის განსახიერება იყო. და მეტაფორულად რომ თქვათ, ყოველ დილას ჰორუსი სეტის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში იმარჯვებდა. ხოლო საღამოობით სეტი იპყრობდა ჰორუსს და მას ქვესკნელში აგზავნიდა. უნდა აღინიშნოს, რომ წვდიადის სინათლის წინააღმდეგ, ანუ კეთილის ბოროტის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითოლოგიური წინააღმდეგობაა, რაც კი ოდესმე ყოფილა. და ის ჯერ კიდევ გამოიხატება დღევანდელობებში. უამრავ დონეზე. მარტივად რომ თქვათ, ჰორუსის ისტორია შემდეგნაირია. ჰორუსი 25 დეკემბერს დაიბადა. ის ქალწულმა აიზის მარიამ გააჩინა. მისი დაბადებისას ვარსკვლავი გამოჩნდა აღმოსავლეთში, რომელსაც სამი მეფე მოჰყვა ახალშობილი მხსნელის გადასარჩენად და სათაყვანებლად. 12 წლის ასაკში ის მდიდრების ბავშვებს ასწავლიდა და 30 წლის ასაკში ის ანუკმა მონათლა და ჰორუსმაც დაიწყო ქადაგება. ჰორუს 12 მოციქული ჰყავდა. ის მათთან ერთად მოგზაურობდა და სასწაულებს ახდენდა, როგორიცაა ავადმყოფთა განკურნება და წყალზე სიარული. ჰორუსი მრავალი ჟესტიკულაციური სახელით იყო ცნობილი, როგორებიცაა ჭეშმარიტება, სინათლე, ღვთის მიერ ონცხებული ვაჟი, კეთილი მწყემსი, უფლის ხარი და სხვა მრავალი. ტაიფონის ღალატის შემდეგ ჰორუსი ჯვართ აწვეს. 3 დღით დაასაფლავეს და შემდგომ აღსდგა. იმის მიუხედავად იყო ის პირველი თუ არა ჰორუსის ცხოვრების დეტალები ბევრ სხვა კულტურაში გვხვდება, სადაც უამრავ ღმერთს იგივენაირი ძირითადი მითოლოგიური სტრუქტურა აქვს. ატისი, ბრიჯიტა, გაჩენილი ქალწული ნანას მიერ 25 დეკემბერს. ის ჯვართ აწვეს 3 დღით დაასაფლავეს, რის შემდეგაც აღსდგა. კრიშნა ინდოეთიდან. გაჩენილი ქალწული დევაკის მიერ, რასაც თან მოხვა მოკაშკაში აღმოსავლეთის ვარსკვლავის გამოჩენა, რაც მის მოსვლას მოასწავებდა. ის მის მოციქულებთან ერთად სასწაულებს ახდენდა და სიკვდილის შემდეგ აღსდგა. დიონისე საბერძნეთიდან. ქალწულების მიერ 25 დეკემბერს გაჩენილი. იგი იყო მოგზაური მასწავლებელი, რომელიც სასწაულებს ახდენდა, როგორიცაა წყლის ღვინოდ გადაქცევა. ის ცნობილი იყო როგორც მეფეთა მეფე, ღვთის ერთადერთი ვაჟი, ალფა და ომეგა და სხვა მრავალი. დიონისეს სიკვდილის შემდეგ აღსდგა. მითრა სპარსეთიდან. ის 25 დეკემბერს ქალწულმა შვა. მას 12 მოციქული ჰყავდა და სასწაულებს ახდენდა. სიკვდილის შემდეგ 3 დღით დაიკრძალა და შემდგომ აღსდგა. მას მოიხსენიებდნენ როგორც ჭეშმარიტს, სიმართლეს და სხვა მრავალს. საინტერესოა, რომ მითრას დიდების დღე კვირა იყო. ფაქტია, რომ სოფლიოში უამრავი სხვადასხვა პერიოდის მხსნელი არსებობს, რომლებიც ამ ძირითად მახასიათებლებს იზიარებენ. კითხვა და რჩება, რატომ მაინც და მაინც ეს დამახასიათებელი ნიშნები.
რატომ მაინც და მაინც 25 დეკემბერს ქალწულის მიერ გაჩენა? რატომ მაინც და მაინც 3 დღით სიკვდილი და შემდეგ გარდაუვალი აღდგომა? რატომ მაინც და მაინც 12 მოციქული ან მიმდევარი? გასარკვევად მოდით უაღლესი მზის მესია განვიხილოთ. იესო ქრისტე ქალწულმა მარიამმა 25 დეკემბერს ბეთლემში გააჩინა. მისი გაჩენის შესახებ აღმოსავლეთის ვარსკვლავმა იუწყა, რასაც სამი მეფე თუ მწყემსი გახვა, რომ ეპოვნათ და ედიდებინათ ახალი მხსნელი. ის 12 წლის ასაკში ტაძარში მყოფთა აუწევდა. 30 წლის ასაკში კი იოანე ნათლისმცემელმა მონათლა და შემდეგ მან დაიწყო ქადაგება. იესოს 12 მოციქული ყავდა, რომელთანაც ერთად მოგზაურობდა და სასწაულებს ახდენდა, როგორიცაა ავადმყოფების განკურნება, წყალზე სიარული და მკვდრების გაცოცხლება. ის ასევე ცნობილი იყო როგორც მეფეთა მეფე, ძეხვთისა დედამიწის სინათლე, ალფა და ომეგა, ღვთისკნავი და სხვა მრავალი. ის ჯვართაცვეს იმის შემდეგ, რაც თავის მოციქულმა იუდამ 30 ვერცხლად გაყიდა. შემდგომ დაასაფლავეს და 3 დღის შემდეგ აღსდგა და საში ავიდა. პირველ რიგში დაბადების ცვლის წესრიგი მთლიანად ასტროლოგიურია. აღმოსავლეთის ვარსკვლავი სირიუსია. ღამის ცის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, რომელიც 24 დეკემბერს ორიონის სარტყელის სამ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავთან მწკრივდება. ორიონის სარტყელი ამ სამ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს ახლაც იგივეს უწოდებენ, რასაც ანტიკურ დროში უწოდებდნენ სამეფეს. სამი მეფეც და ღამის ცის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი სირიუსიც ყველანი მზის ამოსვლის ადგილისკენ მიუთითებენ 25 დეკემბერს. ამიტომაც მიყვას სამი მეფე აღმოსავლეთის ვარსკვლავს. იმისნით, რომ მზის ამოსვლა დააფიქსიროს. მზის დაბადება. ქალწული მარიამი ვირგოს თანავარსკვლავედს წარმოადგენს. ვირგო ასევე ცნობილია როგორც ქალწული. ვირგო ლათინურად ქალწულს ნიშნავს. ვირგო ასევე პურის სახლთან ასოცირდებოდა და ვირგოს ქალწული განასახიერებდა, რომელსაც ხელში ხორბალი ეჭერა. ეს პურის სახლი და მისი სიმბოლო ხორბალი აგვისტოს და სექტემბერს მოსავლის აღების პერიოდს განასახიერებს და თან ბეთლემი პირდაპირ თარგმანით პურის სახლს ნიშნავს. აქედან გამომდინარე ბეთლემი ვირგოს თანავარსკვლავედზე მიუთითებს, ადგილზე რომელიც საშია და არა დედამიწაზე. კიდევ ერთი საინტერესო ფენომენი არსებობს, რომელიც 25 დეკემბერს ზამთრის ნაბუნიობას ხდება. ზაფხულის ნაბუნიობიდან ზამთრის ნაბუნიობამდე დღეები მცირდება და ამით ცივდება. და ჩრდილო ნახევარსფეროდან რომ განვიხილოთ, მზე თითქოს და სამხრეთით მიდის და უფრო პატარავდება და იშვიათად ჩანს. ანტიკური დროის ადამიანებისთვის ზამთრის ნაბუნიობის მიახლოვებისას დაწყებული დღეების შემცირება და მოსავლის მოწურვა სიკვდილთან ასოცირდებოდა. ეს მზის სიკვდილი იყო. ის 22 დეკემბერს დგებოდა. რადგან მზე სამხრეთისკენ მოძრაობდა უწყვეტად ერთი თვის განმავლობაში და საბოლოოდ ცაში ყველაზე დაბალ ადგილას ჩნდებოდა. ამ დროს საკვირველი რამ ხდება? მზე სამხრეთით მოძრაობას 3 დღით წყვეტს. ყოველ შემთხვევაში თვალით აღსაქმელად ამ სამდღიანი პაუზის დროს მზე სამხრეთის ჯვრის თანავარსკვლავედთან ჩერდება. და ამის შემდეგ 25 დეკემბერს მზე 1 გრადუსით ზემოთ იწევს, ჩრდილოეთით. რაც უფრო დიდ გრძელ დღეებს, სითბოს და გაზაფხულს მოასწავებს. მეტაფორულად ითქვა, რომ მზე ჯვარზე 3 დღით იღუპება, შემდეგ აღსდგება და ახლიდან იბადება. აი ამიტომაც იესო და უამრავი სხვა მზის ღმერთი იზიარებს ჯვარცმის სამდღიან სიკვდილს და აღდგომის კონცეფციას. ეს მზის გადასვლის პერიოდია, სანამ ის მიმართულებას ისევ ჩრდილოეთ ნახევარსფეროსკენ შეიცვლის, რასაც შესაბამისად გაზაფხული და ხსნა მოაქვს. მიუხედავად ამისა, მზის აღდგომას გაზაფხულის ბუნიობამდე ანუ დღესასწაულ აღდგომამდე არ აღნიშნავდნენ. ასე იმიტომ ხდება, რომ გაზაფხულის ბუნიობის დროს მზე წყდიადზე იმარჯვებს და დღე უფრო ხანგრძლივი ხდება, ვიდრე ღამე, რაც გაზაფხულის მოსვლას და ბუნების აყვავებას ემთხვევა. ახლა კი იესოს გარშემო მყოფ სავარაუდოდ ყველაზე აჩქარა ასტროლოგიურ სიმბოლიზმზე 12 მოციქულზე ვისაუბროთ. ისინი ზოდიაქოს 12 თანავარსკვლავედების გარდა სხვა არაფერს წარმოადგენენ. იესო მზეა და მათთან ერთად მოგზაურობს. სინამდვილეში ფაქტია, რომ რიცხვი 12 ბიბლიაში ყველგან მეორდება. ზოდიაქოს ჯვარს დაუბრუნდეთ. მზის სიცოცხლის განსახიერებას. ის მხოლოდ ხელოვნების გამოხატულება ან მზის მოძრაობის განსაზღვრელი მოწყობილობა არ ყოფილა. ის ასევე კერპთაყვანის მცემლური სასულიერო სიმბოლო იყო, რომლის შემოკლებული ვერსია ასე გამოიყურებოდა. ეს ქრისტიანობის სიმბოლო არ არის. ეს ზოდიაქოს ჯვრის წარმართული ადაპტაციაა.
ძველ ხატებში იესოს თავი ამიტომაც არის მუდმივად ჯვრის შუაში, რადგან იესო მზეა, მზე ღვთისა. ქვეყნიერების სინათლე, ხსნელი, რომელიც აღსდგა, რომელიც კვლავ მოვა და მოდის კიდეც ყოველდღიურად. ის უფლის სინათლეა, რომელიც დიადის განგვიცავს, რადგან ის კვლავ იბადება ყოველდღიურად და მისი დანახვა ღრუბლებს შორის შეიძლება ზეცაში, ეკლიანი გვირგვინით, ანუ მზის სხივებით. With his crown of thorns or sun rays. Now, ახლა კი იმაზე ვისაუბროთ, რომ იმ მრავალი ასტროლოგიურ-ასტრონომიული მეტაფორებიდან, რომლებიც ბიბლიაში გვხვდება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპოქებია. ბიბლიაში ხშირად იყენებენ სიტყვა ეპოქას. ამის გასაგებად ჩვენ ბუნიობის პროცესის ფენომენს უნდა გავიცნოთ. ძველმა ეგვიპტელებმა და მათ წინაარსებულმა კულტურებმაც გაიგეს, რომ დაახლოებით ყოველ 2150 წელიწადში მზე გაზაფხულის ბუნიობის დილა ზოდიაქოს ახალ თანავარსკვლავედში ამოდიოდა. ეს დედამიწის ღერძის ნელი კუთხოვანი მერყეობის ბრალია. მას პრეცესია იმიტომ ქვია, რომ ამ დროს თანავარსკვლავედები უკუსვლით მიდიან. ჩვეულებრივი ყოველწლიური ციკლისგან განსხვავებით. პრეცესიისთვის ყველა 12 თანავარსკვლავედში გავლას დაახლოებით 25765 წელიწადი სჭირდება. ამას ასევე დიდ წელიწადს უწოდებენ. და ანტიკურმა საზოგადოებებმა ეს ძალიან კარგად იცოდნენ. და ისინი ყოველ 2150 წლიან პერიოდს ეპოქას უწოდებდნენ. ქრისტეს შობამდე 4300 წლიდან ქრისტეს შობამდე 2150 წლამდე კუროს ეპოქა იყო. ქრისტეს შობამდე 2150 წლიდან ქრისტეს შობიდან პირველ წლამდე ვერძის ეპოქა იყო. და ქრისტეს შობიდან პირველი წლიდან ქრისტეს შობიდან 2150 წლამდე თევზის ეპოქა. ეპოქა, რომელშიც ჩვენ ჯერ კიდევ იმყოფებით. და დაახლოებით 2150 წელს ჩვენ ახალ ეპოქაში გადავალთ, მერწყულის ეპოქაში. ასე რომ ვთქვათ, ბიბლია ამ სამ ეპოქას შორის სიმბოლურ მოძრაობას აღწერს და მეოთხისკენ მოასწავებს. ძველ აღთქმაში, როდესაც მოსეს სინას მთაზე ატიმწნებით გამოდის, ის ძალიან გაბრაზებულია. იმის გამო, რომ ადამიანები ოქროს ხარის კერპს ეთაყვანებიან. ის ქვის ფირფიტებს ამსხვრევს და თავის ხალხს უბრძანებს, რომ ერთმანეთი ამოხვეწონ. გასაწმენდა. ბიბლიის ბევრი მკვლევარი მის გაბრაზებას იმით ხსნის, რომ ებრაელები ყალბ-კერპს ეთაყვანებოდნენ. თუ რაღაც მაგ დაგვარს. სინამდვილეში ოქროს ხარი იგივე კურვა და მოსე ახალ ეპოქას ვერძის ეპოქას განასახიერებს. აქედან გამომდინარეა, რომ ებრაელები რიტუალებში დღემდე ცხვრის რქას იყენებენ. მოსე ვერძის ახალ ეპოქას წარმოადგენს და ახალი ეპოქის დადგომისას ძველი ყველამ უნდა განაგდოს. ამ გადასვლის პერიოდს სხვა ღვთაებებიც აღნიშნავენ, მაგალითად მითრა, ქრისტიანობამდე არსებული ღმერთი, რომელიც ხარს კლავს, მსგავსი სიმბოლიკით. აქედან გამომდინარე, იესო ახალ ვერძის შემდგომ ეპოქაში გადასვლის შესახები უწყება, თევზების ეპოქაში. თევზების სიმბოლიკა საკმაოდ უხვად არის გამოყენებული ახალ აღთქმაში. იესო 5000 ადამიანს კვებავს პურით და ორი თევზით. გალილეიში ქადაგებისას ის 12 თევზეს ხვდება, რომლებიც მისი მიმდევრები ხდებიან და ფიქრობ, ყველა ჩვენგანს უნახავს თევზი იესოს სიმბოლო ავტომობილებზე, მაგრამ ჩვენ დიდად არ ვიცით ის სინამდვილეში რას ნიშნავს. ეს წარმართული ასტროლოგიური სიმბოლიკაა მზის, თევზების ერაში მეფობის შესახებ. ასევე იესოს დაბადების სავარაუდო თარიღი თევზების ეპოქის დასაწყისს აღნიშნავს. ლუკას სახარებაში 22:10-ში იესოს, როდესაც მისი მოციქულები ეკითხებიან, თუ სად იქნება შემდეგი პასექი, როდესაც ისწავა, იესო პასუხობს: აჰა, ქალაქში შესვლისას შემოხვდებათ კაცი, რომელსაც წყალი მიგაქვს კოკით. მიყევით მას იმ სახლამდე, სადაც შევა. ეს ფრაგმენტი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასტროლოგიური მტკიცებულებაა. კაცი კოკით ხელში არის მერწყული, წყლის მატარებელი, რომელიც უმეტესად გამოსახულია ხოლმე როგორც კაცი, რომელიც დოქიდან წყალს ასხავს. ის თევზების შემდგომ ეპოქას წარმოადგენს და როდესაც მზე ღვთის ატოვებს თევზების ეპოქას, იესოს, ის მერწყულის სახლში მიდის, რადგან თევზების შემდგომ პროცესიაში მერწყული მოდის. იესო მხოლოდ იმას ამბობს, რომ თევზების ეპოქის შემდგომ მერწყულის ეპოქა მოდის. ყველას გაგვიგია დროის დასასრულზე და მსგავს რაღაცეებზე.
გამოცხადების წიგნში მულტფილმური ნახატების გარდა ამ იდეის მთავარი წყარო მათე 28:20 არის, სადაც იესო ამბობს: მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. მაგრამ მეფე ჯეიმსის ვერსიაში სოფელი არასწორი ნათარგმნია. კიდევ სხვა ბევრი ხარვეზის გათვალისწინებით სინამდვილეში სიტყვა იანს იყენებს, რაც ეპოქას ნიშნავს. მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე ეპოქისა. და ეს სიმართლეა, რადგან იესოს მზედ განსახიერება თევზების ეპოქაში მაშინ დასრულდება, როდესაც მზე მერწყულის ეპოქაში გადავა. დროის და სამყაროს დასასრულის კონცეფცია მეტი არაფერია, ვიდრე არასწორად ახსნილი ასტროლოგიური ალეგორია. მოდით ეს დაახლოებით 100 მილიონ ამერიკელს ვუთხრათ, რომელთაც ჯერათ, რომ სამყაროს აღსასრული ახლოს არის. გარდა ამისა, იესოს პერსონაჟი ის, რომ იესო ლიტერატურული და ასტროლოგიური ჰიბრიდია. ცხადად ჩანს, რომ ყველაფერი პირდაპირ ეგვიპტური მზის ღმერთის, ჰორუსის პერსონაჟიდანაა გადმოღებული. მაგალითად, ეგვიპტის ტაძარ ლუქსორში 3500 წლის წინანდელი გაკეთებული მოხატულობებია კედლებზე, სადაც ასახულია გამოცხადება, სასწაულობრივი ჩასახვა ჰორუსის დაბადება და თაყვანისცემა. გამოსახულებები საის გამოცხადებით იწყება. ქალწულაის აუწყებენ, რომ ის ჰორუს გააჩენს. შემდეგ სულიწმინდა ნეფი ქალწულს აურსულებს და შემდეგ დაბადება და თაყვანისცემა ჩანს. ეს ისტორია იესოს სასწაულებრივ დაბადებაში ზუსტად მეორდება. ფაქტია, რომ ეგვიპტურ და ქრისტიანულ რელიგიებს შორის არსებული ლიტერატურული მსგავსებები საოცარია. და პლაგიატობა აქ არ წყდება. ნოეს და მისი კიდობნის ამბავი პირდაპირ ეგვიპტური ტრადიციიდანაა აღებული. დიდი წარღვნის კონცეფცია მთელ ანტიკურ სამყაროში მრავლადაა გამოყენებული. იგი 200-ზე მეტჯერ არის ნახსენების სხვადასხვა პერიოდებში. მოდით შორს ნუწავალთ და ქრისტიანობამდე არსებულ წყაროს, გილგამეშის ეპოს მივადგეთ, რომელიც ქრისტეს შობამდე 2600 წელს დაიწერა. ამ ისტორიაში საუბარია წარღვნაზე, რომელიც უფალმა მოავლინა. კიდობანზე, სადაც ცხოველები გადაარჩინეს და გაგზავნილ და დაბრუნებულ მტრედზეც კი. ყველა ეს დამთხოვა შემდგომში ბიბლიაში გვხვდება, კიდევ სხვა მრავალ დამთხოვასთან ერთად. და შემდეგ კიდევ მოსეს გადმოღებული ისტორია. ნათქვამია, რომ მოსე დაბადებისას ლერწმის კალთაში ჩასვეს და მდინარეს გააყოლეს, ბავშვთა მკვლელებისგან რომ გადაერჩინათ. შემდგომ მოსე ფარაონის ქალიშვილმა იპოვა და პრინცად აღზარდა. ეს კალათაში ჩასმული ბავშვის ამბავი პირდაპირ სარგონ აკადელის მითიდანაა მოპარული. სარგონის მითი ქრისტეს შობამდე დაახლოებით 2250 წლით არის დათარიღებული. სარგონი დაბადების შემდეგ ლერწმის კალათაში ჩასვეს და მდინარეს გააყოლეს, ბავშვთა მკვლელებისგან რომ გადაერჩინათ. ის მეფის შუათანაცვალმა აკიმ გადაარჩინა, გარდა ამისა მოსე ცნობილია როგორც სჯულის მიმცემი, 10 მცნების მიმცემი, მოსეს კანონების, მაგრამ უფლის მიერ წინასწარმეტყველისთვის მთაზე კანონების გადაცემა ძალიან ძველი კონცეფციაა და ადრეც შეგვხვედრია. მოსე უბრალოდ ერთ-ერთია იმ მრავალთაგანი, ვისაც კანონი მიუწია. ინდოეთში მანუ მისცა ღვთაებრივი კანონები. კრეტაზე მინიოსი ავიდა დიექტას მთაზე, სადაც ზეუსმა ღვთაებრივი კანონები გადასცა. და ეგვიპტეში კი მისესი იყო, რომელიც ქვის ფირფიტებს ატარებდა, რომელზეც ღვთის კანონები დაიწერა. მანუ, მინიოსი, მისესი, მოსე. და 10 მცნებას რაც შეეხება, ისინი პირდაპირ ეგვიპტელების მკვდრების წიგნის 125 თავიდანაა გადმოღებული. მკვდრების წიგნში დაწერილი არ მომიპარავს გახდა არა იპარო, არ მომიკლავს გახდა არა კასკლა, ტყუილი არ მithქვამს გახდა არა ცილის წამო, მოყვასსა შენ საწამებითაც როიქთა და ასე შემდეგ. სინამდვილეში ეგვიპტური რელიგია იუდაიზმ ქრისტიანული თეოლოგიის ძირითად საძირკველს წარმოადგენს. მონათლა, სიცოცხლის სიკვდილის შემდეგ, განკითხვის დღე, ქალწულის მიერ გაჩენა, სიკვდილი და აღდგომა ჯვარცმა, კიდობანი, წინდაცვეთა, ხსნელები, ზიარება, წარღვნა, აღდგომის დღესასწაული, შობის დღესასწაული, პასექი და კიდევ სხვა მრავალი. ეს ყველა ეგვიპტური იდეების ატრიბუტებია, რომლებიც დიდი დროით უსწრებენ ქრისტიანობას და იუდაიზმს. იუსტინე მარტირი, ერთ-ერთი პირველი ქრისტიანი ჟამთააღმწერელი და ქრისტიანობის დამცველი. მან დაწერა, როდესაც ვამბობთ, რომ იესო ქრისტე ჩვენი მასწავლებელი სექსუალური კავშირის გარეშე გაჩნდა, ჯვართაცვეს და მოკვდა და აღს გადაცაში ავიდა, ჩვენ იმისგან განსხვავებულს არაფერს ვამტკიცებთ, ისიც თქვენ გჯერათ, როდესაც თქვენ ღმერთებს, იუპიტერის ვაჟებს ეთაყვანებით. სხვა ნამუშევრებში წერს,
ის ქალწულმა გააჩინა. ეს ისე მიიღეთ, როგორც ანალოგიური შემთხვევა პერსეისთან. აშკარაა, რომ იუსტინმა და სხვა ადრეულმა ქრისტიანებმა იცოდნენ, თუ რა მხელამსგავსებები იყო ქრისტიანულ და წარმართულ რელიგიებს შორის. მაგრამ იუსტინს თავისი გამოსავალი ჰქონდა. როცა საჭირო ხდებოდა, ის ყველაფერს ეშმაკს აბრალებდა. რა თქმა უნდა, ეშმაკმა იგრძნო, რომ ქრისტე მოდიოდა და პერსონაჟები წინასწარ ჩაყარა წარმართულ სამყაროში. ფუნდამენტალისტი ქრისტიანები მაგარია. ამ ხალხს მართლაც ჯერა, რომ სამყარო 12000 წლისაა. ღმერთს ვიცავ. ერთ-ერთ მათგანს ვკითხე. კარგი, დინოზავრების ნამარხები. მან მიპასუხა. დინოზავრების ნამარხები? ეგ ნამარხები ღმერთმა გააჩინა, რომ ჩვენი რწმენის სიმტკიცე შეამოწმოს. გონი ღმერთმა შენ გაგაჩინა ჩემი რწმენის სიმტკიცის შესამოწმებლად, ძმაო. ბიბლია ასტროლოგიის და ლიტერატურის ჰიბრიდის მეტს არაფერს წარმოადგენს, როგორც თითქმის ყველა დანარჩენი მაქამდე არსებული რელიგიური მითი ან ფაქტი. ფაქტია, რომ თვითონ ამ წიგნშივე შეგვიძლია ვნახოთ, როგორ გადადის ერთი პერსონაჟის ატრიბუტები ახალზე, მეორეზე. ძველ აღთქმაში ისტორია იესოებზე. ის იესოს პროტოტიპი იყო. იოსებიც სასწაულებრივად გაჩნდა. იესოც სასწაულებრივად გაჩნდა. იოსებს 12 ძმა ჰყავდა. იესოს კი 12 მოციქული. იოსები 20 ვერცხლზე გაყიდეს. იესო 30 ვერცხლზე. ძმა იუდამ გაყიდა. იოსები. მოციქულმა იუდამ გაყიდა იესო. იოსებმა 30 წლის ასაკში დაიწყო ქადაგება. იესომაც 30 წლის ასაკში დაიწყო ქადაგება. პარალელები უწყვეტად გრძელდება. გარდა ამისა, არსებობს საერთო რამე ისტორიული მტკიცებულება, რომ პიროვნება არ არსებობდა, სახელად იესო. მარიამის ვაჟი, რომელიც 12 მოციქულთან ერთად მოგზაურობდა და ხალხს კურნავდა და ასე შემდეგ. უამრავი ისტორიკოსი არსებობდა ხმელთაშუა ზღვის ტერიტორიაზე, იესოს დროს და მის შემდგომ პერიოდშიც. ამ ისტორიკოსებიდან რამდენი მოგვითხრობს ამ პიროვნების შესახებ? არც ერთი. მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ იესოს ისტორიული წარმომავლობის დამცველების საწინააღმდეგოს არ ამტკიცებდნენ. იესოს არსებობის დასაცავად ძირითადად 4 ისტორიკოსს ახსენებენ ხოლმე. პლინი უმცროსი, სიტონიუსი და ტაციტუსი. ეს პირველი სამია. თითოეულ მათგანს საუკეთესო შემთხვევებში მოხსენიებული ხავთ ქრისტუსი ან ქრისტე. რაც სახელი ან გვარი კი არა წოდება და ნიშნავს მირონცხებულს. მეოთხე წყარო იოსებ ფლავია. მაგრამ უკვე ასობით წლის წინ დამტკიცდა, რომ ეს წყარო გამოგონილია. სამწუხაროდ ის დღემდე ნამდვილი ჰქონიათ. წარმოგიდგენია, რომ ტიპი, რომელიც მკვდრეთით აღსგა და ყველას დასანახად საშიავიდა და რომელიც მასზე მოწერილ უამრავ სასწაულს ახდენდა, არ მოხდებოდა ისტორიაში. არ მოხდა, რადგან მტკიცებულებები რომ ავწონოთ. დიდი შანსია, რომ პერსონაჟი ცნობილი როგორც იესო საერთოდ არც კი არსებობდა. ქრისტიანული რელიგია მზის თაყვანისცემის პაროდიაა. მზე კაციც ჩაანაცვლეს, რომელსაც ქრისტეს ეძახდნენ და მასაც ისევე სცემდნენ თაყვანს, როგორც აქამდე მზეს სცემდნენ. ტომას პეინი. ბრუტულად არ გვინდა გამოგვივიდეს, ჩვენ ასე ფაქტების გამო ვსაუბრობთ. არ გვინდა ვინმეს ვაწყენინოთ, მაგრამ გვინდა რომ გავიგოთ სინამდვილეში რა მოხდა. მეცნიერული გადმოსახედიდან, ქრისტიანობა არ არის ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული. ვასკვნით, რომ ქრისტიანობა სინამდვილეში მეტი არაფერია, ვიდრე რომაული ამბავი, რომელიც პოლიტიკური მიზნებისთვის შეიქმნა. სინამდვილეში იესო ქრისტიანული გნოსტიკოსი სექტის მზის ღვთაება იყო. და როგორც ყველა სხვა წარმართი ღმერთი, ისიც მითიური პერსონაჟი იყო. იესოს როგორც ისტორიული პიროვნების უყდავყოფა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. მასების კონტროლის მიზნით. ჩვენი წელთაღრიცხვით 325 წელს რომში იმპერატორმა კონსტანტინემ ნიკეის კრება მოაწყო. ზუსტად ამ კრების დროს შემუშავდა პოლიტიკურად მოტივირებული ქრისტიანული დოქტრინა და ასე დაიწყო უამრავი სისხლისღვრის და მოტყუებების ისტორიები იესოს სახელით. და შემდგომი 1600 წლის განმავლობაში ვატიკანი პოლიტიკურ ძალაუფლებას ინარჩუნებდა მთელი ევროპის მასშტაბით. ამან იმ მხიარულ პერიოდამდე მიგიყვანა, როგორიც იყო ბნელი საუკუნეები. სამოძღვრო მოვლენებთან ერთად, როგორიცაა ჯვაროსნული ლაშქრობები და ინკვიზიცია.
ქრისტიანობა სხვა ყველა თეისტურ რელიგიებთან ერთად საუკუნის თაღლითობას წარმოადგენს. ის ადამიანების ბუნებისგან და ერთმანეთისგან განცალკევებას ემსახურება. ის ავტორიტეტის ბრმა მორჩილებას ემხრობა, ის ადამიანის პასუხისმგებლობას ამცირებს. იმის შეთავაზებით, რომ ღმერთი აკონტროლებს ყველაფერს და შესაბამისად ყველაზე საზარელი დანაშაულებების გამართლება ღვთისნებით შეიძლება. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ის ძალაუფლებას მათ აძლევს, ვინც სიმართლე იცის. მაგრამ ამით ადამიანების და მასების მანიპულაციისთვის და კონტროლისთვის იყენებენ. რელიგიური მითი ყველაზე ძლიერი მანქანაა, რაც კი ოდესმე შექმნილა. და ის ფსიქოლოგიურ ნიადაგად მსახურობს, რომ მასზე სხვა დანარჩენებმა მითებმაც შეძლონ აყვავება. მითი იდეა, რომლითაც თითქმის ყველას ჯერა. იმის მიუხედავად, რომ სიცრუეა. უფრო ღრმა დონეზე, რელიგიურ დონეზე. მითი რელიგიურ გრძნობებს იყენებს ადამიანებისთვის მიმართულების მისაცემად. და სამართავად. თეორია ის არის, თუ რამდენად რეალურია ეს ისტორია. მთავარია თუ რას ემსახურება იგი. ეს ისტორია არ მოქმედებს, თუ მისი არ ჯერა საზოგადოებას და ერს. და იმაშიც არ არის საქმე, რომ არსებობენ ცუდი ადამიანები, რომლებიც ბედავენ ამ საღმრთო ისტორიის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. ამ რწმენის უფროსები მათთან დებატს არ დაიწყებენ. ისინი მათ დააიგნორებენ, ან მკრეხელებად გამოაცხადებენ. ეგ არასწორია. მკრეხელობაა და ცოდვაა, რომ შენ ვარაუდობ, სიტყვას აწვეთებ, ან ეხმარები სხვა ადამიანებს იმ დასკვნამდე მისვლაში, რომ ამერიკის მთავრობამ 3,000 საკუთარი მოქალაქე მოკლა. ნაწილი მეორე, გლობალური სცენარი. ეს დემონტაჟის გუნდის ნახელავს გავს ძველ სახლებს, რომ ანგრევენ ლამაზად. იმ სცენას გავს ძველ შენობებს, რომ ანგრევენ დინამიტებით. ვინმეს ოდესმე თუ უნახავს პროფესიონალები, როგორ ანგრევენ ძველ შენობებს, იცის, რომ შენობა ასე რომ დაინგრეს, სტრუქტურის შიგნით უნდა იყოს ასაფეთქებელი მოწყობილობები. იმის მიხედვით, თუ როგორ ვარდება ეს შენობა, იფიქრებ, რომ ეს დაგეგმილი აფეთქება იყო. ეს დამთხოვა არ არის. არ არის დამთხოვა, რომ პირველი ცათაბჯენი ჩამოინგრა და მას მეორეც მოყვა. ზუსტად იგივენაირად. ეს როგორ მოახერხეს, ჩვენთვის ცნობილი არ არის. შენობა მტრად იქცა. ვერც მაგი დავიპოვეთ, ვერც სკამი, ვერც ტელეფონი, ან კომპიუტერი. ყველაზე დიდი რამ, რაც ვიპოვე ტელეფონის კლავიატურის ნახევარი იყო და ის, ამხელა იყო. ბეტონს რა მოვიდა? ბეტონი დაიფშნა. ფენას მოყვებოდა. ეს დაფშნული ბეტონი 5-7 სანტიმეტრის სისქის იყო. ეს ბეტონი უბრალოდ დაიფშნა. ამის შემყურე ყველას ალბათ ტელევიზორში ადრე ნანახი კადრები გაგვახსენდა, სადაც ძველ შენობებს განზრახ ანგრევენ სპეციალურ ადგილებში დამაგრებული დინამიტებით. თითქოს და ისინი ჰქონდათ დეტონატორები. მეორე აფეთქების ხმა გავიგე. ძლიერი აფეთქება მოხდა. მეორე აფეთქება მოხდა, რასაც ჩამოშლა მოყვა. აფეთქებამ ყველა გადააყირავა. ჩემი აზრით აფეთქების ხმას გავდა. ცეცხლსასროლი იარაღის გასროლას გავდა და შემდეგ უეცარი დიდი აფეთქება. და მერე დიდი აფეთქების ხმა გავიგეთ. და მერე შენობის ზედა ნაწილი მთლიანად აფეთქდა. გარკვეული სახის აფეთქება დავინახეთ. აფეთქების ძალას ვხედავთ. დიდი აფეთქება. მერვეზე ყველა აგვაყირავა. დერეფანში, როდესაც გავედით, დიდი აფეთქება მოხდა. დერეფანში ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს და მანდ მოხდა აფეთქება. უზარმაზარი აფეთქება მოხდა და მას ნამსხვრევები მოხდა. უზარმაზარი აფეთქება მოხდა. უზარმაზარი აფეთქება, რომელიც ყველამ გავიგეთ და ვიგრძენეთ. ჩვენ ახლა გარკვეული სახის აფეთქება ვიხილეთ. ძალიან დიდი ხმა ჰქონდა და იფეთქა. პირველ ცათაბჯენზე აფეთქება მოხდა. აი კიდევ ერთი ბომბი ფეთქდება, ის ფიქრობს, რომ აშკარად რაღაც მოწყობილობები უნდა იყოს შენობაში დამონტაჟებული. 11 სექტემბრის მითი. 19-მა გამტაცებელმა ოსამა ბინ ლადენის ბრძანებით 4 კომერციული თვითმფრინავი ხელში საკანცელერიო დანების საშუალებით ჩაიგდო და ЧАСС სისტემისგან თავის არიდებით
თავიანთი სამიზნეების 75% გაანადგურეს. რიგის მიხედვით მსოფლიო სავაჭრო ცენტრის პირველი, მეორე და მეშვიდე შენობები ბლინების სტილში ჩამოიგდნენ. სტრუქტურული წონის დახანძრის გამო პენტაგონზე დაჯახებული თვითმფრინავი კი შეჯახებისთანავე აორთქლდა, ისევე როგორც შენს კულში ჩამოარდნული თვითმფრინავი. 11 სექტემბრის კომისიამ დაასკვნა, რომ ამ ტერაქტის შესახებ გაფრთხილებები არ ყოფილა და მისგან სათანადო დაცვა მთავრობის შეცდომების გამო ვერ მოხერხდა. გაფრთხილებები არ ყოფილა. არ მგონია ვინმე სოდეს მეფიქრა, რომ მათ შეეძლებოდა თვითმფრინავი ჭურვად გამოეყენებინათ. მოტაცებული თვითმფრინავი ჭურვად. ჩვენ მთავრობაში ყოველ შემთხვევაში არავის ეგონა და არ მგონია წინა მთავრობაშიც ვინმეს ეწინასწარმე ყველა თვითმფრინავების შენობებზე შეჯახება. არნაირი მუქარა არ ყოფილა არჩი და არხებში, არც რომელიმე ქალაქში. საჰაერო ხაზების მიმართვაც არ ყოფილა. ჩვენთვის ცნობილი არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა. USA Today აცხადებს, რომ 11 სექტემბრის თავდასხმამდე 2 წლით ადრე საჰაერო დაცვის სამსახური ვარჯიშებს გადიოდა, სადაც მოტაცებულ თვითმფრინავებს იარაღებად იყენებდნენ და ერთ-ერთი სამიზნე მსოფლიო სავაჭრო ცენტრი იყო. ტერორიზმზე რეაგირების ინსტრუქცია. ოპერაცია მასკალი. 2000 წლის ოქტომბერი. პენტაგონზე თვითმფრინავის შეჯახების სიმულაცია. CNN-ის ფილიპინებიდან მოპოვებულ კონფიდენციალურ დოკუმენტებში გეგმა ცხადი იყო. ის ამერიკულ კომერციულ თვითმფრინავზე ავა, კაბინას კონტროლის ქვეშ აიყვანს და თვითმფრინავს ცენტრალური სადაზღვეო სააგენტოს სათაო ოფისს დააჯახებს. კიდევ სხვა, სამიზნეში ამოღებული შენობები, პენტაგონი და მსოფლიო სავაჭრო ცენტრი. თავდაცვა და ტერორიზმთან ბრძოლის დეპარტამენტი წითელს ანთებდა. ჯორჯ ტენეტის თქმით, გარდაუვალი შეტევის გაფრთხილებები იმდენად მკაცრი იყო, რომ რაღაც დრამატული ზომები უნდა მიიღოთ. უმაგალითო შემთხვევა იყო ამის სანაცვლოდ, ჩვენი პრეზიდენტი ერთ წვიან შვებულებაში გავიდა. 19 გამტაცებელი. პაკისტანის დაზვერვის ISIS ხელმძღვანელმა მაჰმუდ აჰმედმა ომარ შეიხს მუჰამედ ატასთვის მთავარი გამტაცებლისთვის $100,000 გადარიცხვა მოსთხოვა. დაქირავებული გამტაცებელი მუჰამედ ატა დაფინანსებას პაკისტანიდან ღებულობდა. ვარაუდობდნენ, რომ ატას ფულს აჰმედ ომარ საიდ შეიხი უგზავნიდა. ომარ შეიხმა აღიარა, რომ მას მხარში პაკისტანის მთავრობის სადაზვერვო სააგენტო ICI ედგა. არანაირი გამოძიება და დაკითხვები არ ყოფილა იმის შესახებ, თუ რატომ მოითხოვა გენერალმა აჰმედ მუჰამედ ატასთვის $100,000. 11 სექტემბრის დილას მთავრობის პირები გენერალ აჰმედთან ერთად ვაშინგტონში საუზმობდნენ. 11 სექტემბრის საგამოძიებო კომისიამ საკუთარ ოფიციალურ მოხსენებებში ჩაწერა, რომ შეტევების ფინანსირების შესწავლა ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. გვეუბნებია, რომ თითოეულ რეისზე 4-5 გამტაცებელი იმყოფებოდა. თუ ასეა, მაშინ მათი სახელები მგზავრების სიაში უნდა იყოს. მაგრამ მგზავრების სია გამოქვეყნდა და მათ მიერ წარმოდგენილი გამტაცებლებიდან იქ არც ერთი ფიგურირებდა და არც არებული გვარები იყო სადმე. ვიცით, რომ ის სავარაუდო გამტაცებლების სახლები, მანქანები და საკრედიტო ბარათები ამერიკის მთავრობისგან ფინანსდებოდა. ისინი სინამდვილეში აგენტები იყვნენ. მტკიცებულებებიც ასევე დიდად სავარაუდოა, რომ ჩადებული იყო. რეისი ნომერი 11-ის ერთ-ერთი გამტაცებლის პასპორტი, როგორც ამბობენ, ნანგრევებში იპოვეს. საბუთმა ცეცხლის ალი გაიარა, თვითმფრინავიდან გამოაღწია და მიწაზე უნებელი დაეცა. მაგრამ რაღაც მოხდა. 6 თვის განმავლობაში ამბობდნენ, რომ ეს პასპორტი ჰქონდათ. დიახ, გვაქვს მტკიცებულება, გვაქვს. და მე ეს ტიპი გამოჩნდა და თურმე ცოცხალი ყოფილა. ამ 19 კაციდან რამდენიმეჯერ კიდევ ცოცხალია. აბდულაზიზ ალომარი. ვერ ვიჯერებდი, როდესაც FBI-მ საკუთარ სიაში შემიყვანა. მათ ჩემი გვარი და დაბადების თარიღი გამოაქვეყნეს, მაგრამ მე არ ვარ თვითმკვლელი გამტაცებელი, მე აქ ვარ ცოცხალი. თვითმფრინავის მართვის აზრზე არ ვარ. მინიმუმ 6 ვითომდა გამტაცებელი ჯერ კიდევ ცოცხალია. FBI-ს დღემდე არ გადაუხედია მათი სიისთვის. არც ცოცხალი და არც მკვდარი ვითომდა გამტაცებლების ოსამა ბინ ლადენთან კავშირის მტკიცებულება ჯერ არ უპოვიათ. ოსამა ბინ ლადენი. რა თქმა უნდა, ჩვენ სადამ ჰუსეინს დავდებთ მოსაკლავად. უпростоრად ბინ ლადენს. ის 2001 წლის იანვარი. ბუშის ადმინისტრაცია FBI-ს და სადაზვერვო სააგენტოებს უბრძანებს, რომ შეწყვიტონ გამოძიებები, რომლებშიც ბინ ლადენის ოჯახი ფიგურირებს. ოსამა ბინ ლადენის 2 ნათესავის ჩათვლით, რომლებიც ცხოვრობდნენ. აბა მიხვდით სად? Falls Church-ში, ვირჯინია, ზუსტად CIA-ის სათაო ოფისთან. როდესაც ის უკვე ამერიკის ძებნელთა შორის პირველ ადგილზე იყო გავრცელებული ინფორმაციით, მან 2 კვირა გაატარა დუბაიში.
ამერიკულ საავადმყოფოში. მას ამერიკელი ექიმი მკურნალობდა და მის სანახავად ადგილობრივი CIA-ის აგენტი დადიოდა. ჩვენ არც ერთი სამხილი არ გვინახავს, რაც ოსამა ბინ ლადენს პირდაპირ აკავშირებს 11 სექტემბრის ტერაქტის დაგეგმვასთან. მტკიცებულებების წარმოდგენის მარცხის შესახებ შემდეგ ითქვა, რომ არც იყო აუცილებელი მათი წარდგენა, რადგან თვითონ ბინ ლადენმა ვიდეოში, რომელიც თვითონ და ავღანეთში იპოვეს, აღიარა, რომ ის იღებს 11 სექტემბრის შეტევაზე პასუხისმგებლობას. ეს აღიარება ახლა ხშირად გამოიყენება ხოლმე მტკიცებულებად, მაგრამ ამ ვიდეოში მყოფ კაცს უფრო მუქი კანის ფერი აქვს. სავსე ლოყები და უფრო ფართო ცხვირი ვიდრე ოსამა ბინ ლადენს მის ყველა დანარჩენ ვიდეოში. როგორც ჩანს, კვლავ ხელოვნურ სამხელთან გვაქვს საქმე. 1976 წელს ოსამას უფროსი ძმამ სალიმ ბენ ლადენმა ტეხასში კაცი დაიქირავა სახელად ჯიმბეთი იმისთვის, რომ ბინ ლადენის ოჯახისთვის განხორციელებული ყველა გადარიცხვები ეკონტროლებინა. ამერიკაში ჯიმბეთი, როგორც აღმოჩნდა, ძალიან ახლო ჯორჯ W. ბუშის თითქმის ბავშვობის მეგობარი და ყოფილი სანდო პიროვნება ყოფილა საერთაშორისო საკითხებში. ბუშების და ბინ ლადენების კავშირი უფრო ნათელი ხდება, როცა ვიგებთ, რომ ჯორჯ ჰერბერტ ვოლკერ ბუში საუდის არაბეთში იყო 1998 და 2000 წლებში. ბინ ლადენის ოჯახთან შესახვედრად კომპანიის დაკვეთით სახელად კარლაილ გრუპი. ჯორჯ ჰერბერტ ვოლკერ ბუში ოსამას უფროს ძმას შაფიკ ბინ ლადენს შეხვდა 11 სექტემბრის დილას კარლაილ გრუპის ოფისში. კარლაილ გრუპი მსოფლიოს უდიდესი თავდაცვის კონტრაქტებთანაა კავშირში და ის დღემდე უზარმაზარ მოგებას ნახულობს 11 სექტემბრის შემდგომ დაწყებულ ტერორიზმთან ბრძოლაში და ავღანეთის და ერაყის ომებში. პენტაგონი. როგორ შეიძლება ვინმე 60 ტონიანი, 58 მეტრის სიგანის, 13 მეტრის სიმაღლის თვითმფრინავი ამ დაბრკოლებების ფენებში. თვითმფრინავმა პენტაგონთან დაჯახებამდე, როგორც ცნობილია, 270 გრადუსიანი დამავალი სპირალები გააკეთა და ჰანი ჰანორი თან საშინელი პილოტი იყო, რომელსაც პატარა თვითმფრინავის მართვაც კი არ შეეძლო უსაფრთხოდ. ფრენის სკოლის თანამშრომელი მას სულ არ აინტერესებდა ის ფაქტი, რომ ფრენის კურსს სრულად ვერ დაამთავრებდა. დღემდე გაუცებული ვარ პენტაგონთან დაჯახება როგორ მოახერხა. ფრენა საერთოდ არ იცოდა. არანაირი სავარძლები, არანაირი ბარგი, არანაირი გვამები. მხოლოდ აგურები და კირქვა. ოფიციალურად გამოქვეყნებულ ახსნაში წერია, რომ რეაქტიული ძრავის საწვავის წვით გამოწვეულმა სიცხემ მთელი თვითმფრინავი აორთქლა. რეის 77-ს ორი როლს-როისის ძრავი ჰქონდა, რომლებიც ფოლადისგან და ტიტანის შენადნობისგან იყო დამზადებული და თითოეული 6 ტონას იწონიდა. მეცნიერულად შეუძლებელია, რომ 12 ტონა მეტალი და ტიტანი რეაქტიული ძრავის საწვავმა აორთქლოს. ასევე ის გვითხრეს, რომ გვამების ამოცნობა მოხერხდა ანთითის ანაბეჭდებით ან DNM-ის საშუალებით. ხო და რანაირი ცეცხლია ასეთი, რომელიც ალუმინს და გაძლიერებულ ფოლადს ადნობს და ადამიანების გვამებს ტოვებს. ჩემი მხრიდან ადგილზე დათვალიერებით ვერანაირ სამხელს ვერ პოულობ. ვერ პოულობ იმას, რომ თვითმფრინავი პენტაგონთან ახლოსაც კი დაცემულიყო. არა თუ მას შეჯახებოდა და როგორც უკვე ვახსენე, ის ნამტვრევები, რისი ნახვაც შეიძლება იმდენად პატარებია, რომ ხელში ჩაგეტევათ. შეჯახებიდან მალევე სამთავრობო აგენტებმა ნამტვრევები აკრიფეს და წაიღეს. გაზონი მთლიანად ხრეშით და მიწით დაიფარა. ასე რომ ყველა დანარჩენი სასამართლო სამხილები პირდაპირ მნიშვნელობით დაიფარა. ამ ვიდეოს ჩანაწერების კონფისკაცია იმ წელს FBI-ის აგენტების მიერ მოხდა, სადაც წესით უნდა გამოჩენილიყო რეალურად რა შეეჯახა პენტაგონს. იუსტიციის სამინისტრომ მათ გამოქვეყნებაზე დღემდე უარს აცხადებს. ამ ვიდეოებს იმის დამტკიცება თუ შეუძლია, რომ პენტაგონს ნამდვილად რეისი 757 შეეჯახა, ლოგიკური იქნებოდა, რომ მთავრობას ისინი გამოექვეყნებინა. შენს კვილი. როგორც ჩანს, აქ მიწაში არსებული ორმოს გარდა არაფერია. მართალია, ჩვენ სადაც ვიდექით იმ ადგილიდან ერთი დიდი ხვრელი ჩანდა მიწაში და წაქცეული ხეები. ადამიანები დავინახეთ მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდნენ, მაგრამ ჩვენი გადმოსახედიდან დიდი არაფერი არ ჩანდა. დიდი ნამტვრევი ამ მსგავსი რა? არა, საერთოდ არაფერი იყო ასეთი. არაფერი იყო, რითიც მიხვდებოდი, რომ იქ თვითმფრინავი ჩამოვარდა. ჩამოვარდნილი კომერციული თვითმფრინავი ნიგერიაში. ჩამოვარდნილი რეისი 93 შენს კვილში. მსოფლიო სავაჭრო ცენტრის პირველი, მეორე და მეშვიდე შენობები. ბლინების თეორიის მიხედვით, ცეცხლმა ფოლადი ვერ გაადნო, მაგრამ იქაურობა თვითმფრინავების შეჯახებით იმდენად გაახურა, რომ იატაკები დასუსტდა და ფოლადის სვეტებიდან მოწყვიტა და ამან ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია. ხო, მაგრამ მაგ ოფიციალური თეორიის მიხედვით ლოგიკური იქნებოდა სართულები ერთმანეთზე დაწყობილი გვენახა და ცენტრში მდებარე ფოლადის სვეტები კი უნდა დარჩენილიყო. თითოეული ტყუპის ცენტრი 47 მასიური ფოლადის სვეტისგან შედგება.
სართულები ამ სვეტებიდან რომ მოწყვეტილიყო, ისინი მაინც აერში გაშიშებულები უნდა დარჩენილიყვნენ მთელ სიმაღლეზე. თვითმფრინავს არ გაუჭრია ის ცენტრალური სვეტები. შენობა ისე დავაპროექტეთ, რომ მას Boeing 777-ის ნებისმიერი მხრიდან შეჯახებისთვის უნდა გაეძლო. შენობა შეეძლო, რომ სავარაუდოდ რამდენიმე კომერციული თვითმფრინავის შეჯახებისთვისაც გაეძლო. რომ თვითმფრინავმა პირდაპირ გახვრიტა შენობა. დიახ. ანუ იმას ამბობ, რომ შენობა ისე იყო დაპროექტებული, რომ მსგავსი სიხრელი შეიძლებოდა ქონოდა და მაინც მდგარიყო? დიახ, მართალია. სიტყვაზე ვთქვათ, მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის სახურავიდან 100,000 სართულიდან ბილიარდის ბურთი რომ გადმოაგდო. მას დაახლოებით 8-10 წამი დასჭირდება ხმელეთზე დაცემისთვის. გზაში თუ არანაირი წინააღმდეგობა არ შეეხება. ტყუპით სათამჯენები დაახლოებით თავისუფალი ვარდნის სისწრაფით ჩამოიშალნენ. 200,000 ტონა ფოლადის ნამტვრევები და აფეთქებისგან გამოწვეული მიმოფანტვა. ეს იმას ნიშნავს, რომ შენობა დაახლოებით წამში 10 სართულით იშლებოდა. არც ერთ სცენარში არ ჯდება, რომ ბლინების მეთოდით დაინგრეს შენობა და თან ეს თავისუფალი ვარდნის სისწრაფით გააკეთოს. და რა შეუძლია მაგის გაკეთება? იმ მასის გზიდან ჩამოშორება რა შეუძლია? ასაფეთქებელ მოწყობილობებს. შენობის ცენტრი 47 ერთმანეთთან დაკავშირებულ უზარმაზარ სვეტისგან შედგებოდა. რა უნდა მოხდეს, რომ ესენი თანმიმდევრობით დაიშალონ ისე, რომ შენობის გული საერთოდ გაქრეს. როგორც ჩანს, ცენტრის სვეტები გაჭრეს. ჩვენ ამას დახრილი კუთხით გადაჭრის მეშვეობით ვაღწევთ. მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის სვეტი. ჩამოსვლის შემდეგ ყურადღება მიაქციეთ გადაჭრის ფორმას და გამდნარ მეტალს. მე გამდნარი მეტალის ძიება დავიწყე. სამივე შენობაში. ორივე ცათამჯერში ნანგრევებში სარდაფის ტერიტორიაზე და მეშვიდე შენობაშიც. ყველგან გამდნარი მეტალის გუბეები იყო. ჩამოსვლიდან 6 კვირაში ნანგრევებში ადგილები იპოვეს, სადაც ტემპერატურა 1000 გრადუს ცელსიუსს აჭარბებდა. ეგ 260 გრადუსი ცელსიუსით უფრო ცხელია რეაქტიული ძრავის საწვავის წვის სიცხეზე. ქვემოთ ჩადიოდი და ყველგან გამდნარი ფოლადი იყო. გამდნარი ფოლადი. ნაკადულებივით. თითქოს ფოლადის სასხმელ ქარხანაში ყოფილიყავი. ვულკანიდან გადმოსული ლავასავით იყო. გამდნარი ფოლადი 3, 4 და 5 კვირის შემდეგ იპოვეს. ნანგრევების მოშორების შემდეგ მან თქვა, რომ გამდნარი ფოლადი მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის მეშვიდე შენობის ქვეშაც იპოვეს. ხოდა ოფიციალურ ანგარიში ვიყურები და ვეძებ, რას წერენ გამდნარ მეტალზე. არაფერს წერენ. მოიცათ ერთ წუთს. ეს მნიშვნელოვანი სამხილია. საიდან მოვიდა ეს გამდნარი ფოლადი? ტერმიტი ასაფეთქებელი საშუალება, ცეცხლგამჩენი. ტერმიტი იმდენად ცხელია, რომ მას ფოლადის გაჭრა ისე შეუძლია, მაგალითად, სამშენებლოდ გამოყენებული ფოლადის, როგორც დანაჭრის კარაქს. გაჭრის შემდეგ გამდნარი რკინა და ალუმინის ოქსიდი მიიღება, რაც ძირითადად მტვრის სახით გამოიყოფა. ის უზარმაზარი მტვრის ღრუბლები გახსოვთ? ეს იმ დროს ხდება, როცა ამ მოვლენის მასშტაბი დიდია. დოქტორმა სტივენ ჯოუნსმა ელექტრომიკროსკოპით მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის გამდნარ ფოლადზე და რკინით მდიდარ მტვრის მიკროსკოპებზე დაკვირვებისას არა მხოლოდ ტერმიტის კვალი აღმოჩინა, არამედ მისი უფრო მძლავრი ვარიანტიც ტერმაიტის კვალიც. ის ტერმიტის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც შენობების დასანგრევად გამოიყენება. გამდნარი მეტალის გუბეები, ორივე ცათამჯენის ქვეშ ჩამოშლის შემდეგ და ასევე შენობა ნომერ 7-შიც. ნომერ 7 თვითმფრინავი კი არ დაჯახებია. პრობლემის ნაწილი ისიც არის, რომ ადამიანების უმეტესობამ არაფერი იციან შენობა ნომერი 7-ის შესახებ. მისი ჩამოშლის გარშემო განსაკუთრებული საიდუმლოების გამო. ეს 47 სართულიანი ცათამჯენი იყო ეს შენობა. 6-ის 25 წუთზე ჩამოიშალა. მას თვითმფრინავი არ დაჯახებია. ამ შენობას მხოლოდ 2 თუ 3 სართულზე ჰქონდა ხანძარი. და ის ჩამოიშალა. ჩვენთვის ნაცნობი კონტროლირებადი დანგრევით. განზრახ დანგრევები. ასე გამოიყურება. შუაში ხდება ჩატეხვა და შემდეგ მთელი შენობა ეცემა თითქმის თავისუფალი ვარდნის სისწრაფით. თავიდან ჯერ ერთ-ერთ ცენტრალურ სვეტს აფეთქებენ, რომ შენობა შიგნით ჩამოიშალოს. მეშვიდე შენობას კლასიკური ცენტრალური ნაპრალი გაუჩნდა. პირველ რიგში მისი ცენტრალური სვეტი აფეთქდა, რომ მას სტრუქტურული ზიანი არ მიეყენებინა მის გარშემო რამდენიმე მეტრით დაშორებული შენობებისთვის. მთავრობამ სამივე ჩამოშლა ხანძრით ახსნა. არც 11 სექტემბრამდე და არც მის შემდეგ არც ერთი ფოლადის შენობა არ დაშლა ხანძრის გამო. მსოფლიოს სავაჭრო ცენტრების 1, 2 და 7-ის ჩამოშლის მახასიათებლები ზუსტად ჩნდება კონტროლირებადი ნგრევის მოდელში. სარდაფში მომხდარი აფეთქების შესახებ არაფერი მithქვამს, რომლებიც იქამდე მოხდა, სანამ პირველი თვითმფრინავის შეჯახება მოხდებოდა. ჩვენი ოფისი B1 დონეზე იყო, მე ჩემს უფროს ვესაუბრებოდი. 9 ხდებოდა და უეცრად აფეთქების ხმა გაისმა. უილიამ როდრიგესი. იმდენად ძლიერი აფეთქება იყო, რომ ზემოთ აკვარა. და ეგ სარდაფში მოხდა. B2 და B3 დონეებს შორის. და ამ აფეთქების სიტყვებით გამოცემა რომ დავიწყე, კიდევ გავიგეთ, ბუმ. ეს თვითმფრინავის შეჯახება იყო.
და როცა ძირითად სატვირთო მანქანა ჩავუარე შენობის დერეფანში, აი მაგ დროს ავფეთქდი. იმას გულისხმობ, რომ აფეთქების ტალღა მძირს და მაგდო. და აი შემდეგ დაიწყო ყველაფერი. უეცრად კიდევ ერთი ტალღა იყო და ჭერმა დაიწყო თავზე ჩამონგრევა. და ნათურები იყრებოდა. ერთი თასამჯერიდან მეორემდე თავის ამოთხრა მოგვიწია და მერე უეცრად ყველაფერი თავიდან განმეორდა. ისევ სარდაფიდან დაგვარტყა რაღაცამ. იგრძნობოდა, რომ ეს ტალღა სარდაფიდან ამოვიდა. კედლებმა დაიწყო რხევა. ვიცი რომ ვიღაცაები დაიღუპნენ კიდეც სარდაფში. ვიცი რომ ზოგიერთმა ფეხი მოიტეხა. ზოგიერთ სახის რეკონსტრუქციის ოპერაციები დასჭირდა, რადგან კედლების ნასხვევები პირდაპირ სახეებში მოხვდათ. ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო სივრცის თავდაცვის სარდლობა. სტანდარტული პროცედურის მიხედვით, თუ ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის საკონტროლო პუნქტი შეამჩნევს რამეს, რაც შესაძლოა თვითმფრინავის გატაცებაზე მიუთითებდეს, ოპერატორები უფროსობას უკავშირდებიან. პრობლემა დაახლოებით 1 წუთში თუ არ მოგვარდება უფროსობა, ЧАСС-ს უკავშირდება, რომ რეაქტიული გამანადგურებლები გაუშვან სიტუაციაში გასარკვევად. შემდგომ ЧАСС-ს ბრძანებას გასცემს, რომ უახლოესი საჰაერო ბაზიდან გამანადგურებლები გაფრინდნენ. და იმის მიუხედავად, რომ გამანადგურებლები ადგილზე ძირითადად 10 წუთში ჩნდებიან, ამ შემთხვევაში დაახლოებით 80 წუთი გაიფლანგა, სანამ გამანადგურებლები საერთოდ საათში აფრინდებოდნენ. ეს აბსურდული ანომალია. ამერიკას არც ერთი გამანადგურებელი არც კი ინძრევა. სანამ უკვე ძალიან გვიანი არ არის. საერთოდ არც ერთი გამანადგურებელი. და იქნებ დაბნეულები იყვნენ. და იქნებ ისინი განზრახ შეიყვანეს შეცდომაში და ამიტომ ვერ შეძლეს რეაგირება. მიზეზი თუ რატომ არ იცოდნენ, სად წასულიყვნენ, იყო ის, რომ მაგ პერიოდისთვის რამდენიმე ერთმანეთის ხელის შემშლელი ვარჯიშები ტარდებოდა, რომლებიც რადარზე ყალბი წერტილების გამოჩენას ითვალისწინებდა. ჩრდილო-აღმოსავლეთ საჰაერო დაცვის სექტორში. გამარჯობა, ბოსტონის ცენტრს მიმართავ. პრობლემა გვაქვს. გატაცებული თვითმფრინავი მიემართება ნიუ-იორკისკენ. ვინმე გვინდა რომ F-16-ები ან რამე გაუშვას, დაგვეხმარეთ. ეს სინამდვილეში ხდება თუ ვარჯიშია? ეს სინამდვილეში ხდება თუ ვარჯიშია? კიდევ ერთი ვარჯიში მიმდინარეობდა, სახელად ფხიზელი მეომარი. ЧАСС-ს მიხედვით, მაგ ვარჯიშში გატაცებულ თვითმფრინავს იყენებდნენ იარაღებად. და მხოლოდ 8 ხელმისაწვდომ გამანადგურებელს, რომელიც დაწყვილებელი უნდა გავიდეს. საქმე ჰქონდათ 22 შესაძლო გატაცებულ თვითმფრინავთან. ეს 11 სექტემბერს ხდებოდა და ისინი სამხედრო წვრთნებს ნამდვილი გატაცებებისგან ვერ არჩევდნენ. 2000 წელს ЧАСС-ს 77 გამანადგურებელი ჰყავდა, 100%-ით სიზუსტე. 11 სექტემბერს ისინი ერთ დღეში 4 ჯერ ჩაფლავდნენ. 11 სექტემბრის დილას დიკ ჩეინი ხელმძღვანელობდა ЧАСС-ს სამმართველო ბუნკერიდან, თეთრი სახლის ქვემოთ. 11 სექტემბრის დილას გამართული წვრთნებიდან ერთ-ერთი მაინც ითვალისწინებდა გატაცებული თვითმფრინავის იარაღად გამოყენების სცენარს. 11 სექტემბრის საგამოძიებო კომისია. გვერდია 72. ამერიკის მთავრობამ ვერ მოახერხა 11 სექტემბრის თავდასხმების დაფინანსების წყაროს პოვნა. მათი თქმით, ეს საკითხი დიდ მნიშვნელობის არ არის. ამერიკის სამართალდამცავებმა ვერ მოახერხეს ტერაქტების დაფინანსების წყაროს პოვნა. და შემდეგ საოცარი განცხადება გააკეთეს, რომ თურმე საბოლოოდ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ამას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. უნდა დავიკიდოთ 11 სექტემბრის დამფინანსებელი. მეშვიდე შენობის დანგრევა. აღწერეს როგორც ძალიან რთულად დასახსნელი. 11 სექტემბრის საგამოძიებო კომისიის ანგარიშში უყოყმანოდ აღიარეს, რომ ამ შენობის შემოშლის მიზეზს ვერ ხსნიან. ეს იმით გააკეთეს, რომ ეს შენობა საერთოდ არც კი ახსენეს ანგარიშში. ბატონო პრეზიდენტო, შენ და ვიცე-პრეზიდენტმა რატომ დაიჟინეთ 11 სექტემბრის კომისიაზე ერთად გამოჩენა? იმიტომ რომ 11 სექტემბრის კომისიას კითხვების დასმა სურს. ამიტომ ხვდებით. მინდა რომ შევხვდე და კითხვებზე პასუხები გავცე. სხვა რამეს გეკითხები. ერთად რატომ ხვდებით და არა ცალ-ცალკე? იმიტომ რომ ეს ორივე ჩვენგანისთვის კარგი შანსია გავცეთ კითხვებზე პასუხები, რომლების დასმაც 11 სექტემბრის კომისიას სურს. და მე მსურს, რომ მათ პასუხები გავცე. შენი აზრით უნდა გამოვიდნენ და ყველაფერი თავის სიტყვებით ილაპარაკონ? სასამართლოზე ბიბლიაზე უნდა დააფიცო. ბუში და ჩეინი 11 სექტემბრის საგამოძიებო კომისიაზე მხოლოდ თავიანთი პირობების გათვალისწინებით მივიდნენ. ისინი ერთად გამოჩნდნენ. ბიბლიაზე არ დაუფიციათ. არც პრესა და არც ოჯახის წევრები არ დაიშვებოდნენ. აუდიო და ვიდეო ჩაწერა აკრძალული იყო. სტენოგრამაც აკრძალული იყო. არ ფიქრობთ, რომ ოჯახები სტენოგრამის ასალს ან მისი ნახვის საშუალებას იმსახურებენ? და მე კითხვა გუშინ არ დამისვე? იგივე პასუხი მაქვს, შემდეგი კითხვა. საბოლოო ანგარიში ერთხმად აღიარებული იყო. ეგ იმას ნიშნავს, რომ კომისიის ერთი წევრიც კი თუ იყო რაიმე საკითხზე, უარზე, მაგ ფაქტს ანგარიშიდან იღებდნენ.
გავიგეთ, რომ ის მხოლოდ ბუშის გადაადგილების ადმინისტრაციაში კი არ მუშაობდა, მაგ პიროვნებამ დაწერა მემორანდუმის მონახაზი ბუშის ადმინისტრაციის სახელმწიფო უშიშროების საბჭოსთვის. ისიც გავიგეთ, რომ ის იყო ინდივიდი, რომელმაც პრევენციული ომის სტრატეგიის გეგმა დაწერა, რომელიც შემდგომ ერაყის ომში გამოიყენეს. ის კონდოლიზა რაისის ახლო მეგობარია. გვინდა რომ გადადგეს. სექტემბრის შესახებ მომზადებულ ანგარიშში არ არის ასეთი რამ, რაც ბუშის ადმინისტრაციას არ დაუდასტურებია. ახლა უკვე ხვდებით. ზელიკოვის ხელმძღვანელობით მოქმედმა კომისიამ რატომ დააიგნორა ყველა სამხელი, რომლებსაც შესაძლებელი იყო ჭეშმარიტებამდე მივეყვანეთ. მივხვდით, რომ 11 სექტემბრის ტერაქტი კარგად დაგეგმილი ოპერაციაა, რომელიც ახალი დოქტრინის დამტკიცებას და იმპერიული მობილიზაციის ახალი დონის დაფინანსებას ემსახურება. ტერორიზმი. ტერორიზმი. ტერორის სისტემური გამოყენება, რომელიც თავს ძალადობით და დაშინებით ავლენს. შიშის გამოსაწვევად. დანებით შეიარაღებულნი, ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღების მქონე ფანატიკოსები. ტერორისტები 11 სექტემბერი, მკვლელები 11 სექტემბერი, ტერორისტები, ალ-კაიდა, ტერორისტები, ბირთვული იარაღები, ტერორიზმი, 11 სექტემბერი, ტერორიზმი, ბოროტება, 11 სექტემბერი, ტერორისტი, ომი და საფრთხე, ტერორიზმი, ტერორისტი, 11 სექტემბერი, გლობალური ტერორიზმი, 11 სექტემბერი, სოფლიო ტერორიზმი, ტერორისტები, 11 სექტემბერი, გლობალური ტერორიზმი, 11 სექტემბერი, ტერორისტი, მასობრივი განადგურების იარაღები, 11 სექტემბერი, ტერორისტი, ბოროტი ტერორისტები, ტერორიზმი. ეს სიტყვა ჰიპნოზურად მეორდება. ტერორიზმი, ტერორისტები, ტერორისტული საფრთხე. და რა თქმა უნდა ფრაზა, ჯერა რომ ალ-კაიდასთან არის კავშირში. მაგრამ ეს ეგრეთ წოდებული ომი ტერორიზმთან 24 საათი რომ ტვინში გვტენიან, თითქოს აუცილებელი რამ იყოს ჩვენი არსებობისთვის. ერთ დღესაც ჩვენი შვილიშვილები ამ პერიოდს გადმოხედავენ და იკითხავენ, ტერორიზმთან გამართული ომი როგორ მოიგეს? ამერიკის მთელი მმართველი კლასი, მმართველი ელიტა ტერორიზმს პრივილეგირებულ საარსებო წყაროდ და საერთოდ ერთადერთ საარსებო წყაროდ თვლის საზოგადოების ერთობისთვის, მათი ერთსულოვანი ყოფნისთვის. კარლ შმიტის ნეოკონსერვატორული თეორიის თანახმად საზოგადოების არსებობისთვის მტრის ხატის ქონა აუცილებელი. ეგ ძალიან სახიფათო რამაა, რადგან ახლა ეგ ნიშნავს, რომ მთელი საზოგადოებრივი წყობა, პოლიტიკური პარტიები, ინტელექტუალები და ზოგადად პოლიტიკოსები ყველანი საშინელ მითზე არიან დაფუძნებულნი. ტერორიზმის ეჭვით დაკავებული თითქმის ყველა პიროვნება ბრალდებების გარეშე თავისუფლდება. მაგრამ ეგ მხოლოდ იმის შემდეგ ხდება, როდესაც მათზე გაზეთების პირველ გვერდებზე წაიკითხავთ. ტერორისტული საფრთხე, სისულელე. ტერორიზმი. მთავრობების მიერ მოსახლეობის აზრის მანიპულირების ტექნიკა, თავიანთი გეგმების განსახორციელებლად. მისმენთ, რაც ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ უქნა ამ ქვეყანას, რაც ჩვენ გვიქნა. დაუჯერებელია. იმ მომხდარ ტერორისტულ აქტებს შეხედეთ. CIA უმეტესობა მათგანის უკან დგას. ყველას უკან თუ არა. სამხედრო ყაზარმა ლიბანში. შემდეგ საელჩო კენიაში. რეისი პან ამ ასამი. USS Cole, Oklahoma City. სოფლიო სავაჭრო ცენტრი 1993-ში. ისინი ტერორისტებს პირველ ჯერზეც დაეხმარნენ სოფლიო სავაჭრო ცენტრის აფეთქებაში. მათ ბომბი გააკეთეს, მართვის მოწმობაც მათ გაუკეთეს. ეგვიპტის არმიის 53 წლის ოფიცერს და ასევე FBI-ის ინფორმატორს ემად ასალემს ბომბის გაკეთების დავალება მისცეს და ის თავის უფროსთან მივიდა, რომელიც FBI-ში მუშაობდა და კითხა, სათამაშო ბომბს დებთ არა? და FBI-ის თანამშრომელმა უპასუხა, არა, ნამდვილ ბომბს დებთ. სოფლიო სავაჭრო ცენტრზე 1993 წელს მიტანილი იერიში ფაქტიურად FBI-მ განახორციელა. მათ ემად სალემი დაიქირავეს და $1 მილიონი გადაუხადეს და ასაფეთქებელი მოწყობილობები და დეტონატორი მისცეს და უთხრეს, რომ ბომბა აეწყო და მასზე დაქვემდებარებული სულელი ადამიანებისთვის გადაეცა და მათთვის უფლება მიეცა, რომ სოფლიო სავაჭრო ცენტრის კომპლექსზე მიეტანათ იერიში. მათთვის სამწუხაროდ მხოლოდ 6 ადამიანი მოკვდა. ეგ არ იყო საკმარისი ანტიტერორისტული კანონის გასატარებლად. და შემდეგ 2 წლის შემდეგ 1995 წლის 19 აპრილს ოკლაჰომა სიტის ამბავი ხდება. მურას შენობა 168 ადამიანი გარდაიცვალა. 1 წლის შემდეგ კი ანტიტერორისტული კანონიც მიიღეს, რომელიც ჩვენ ყველა კონსტიტუციურ უფლებას და თავისუფლებას გვართმევს.
2005 წლის 7 ივლისზე, ლონდონი. 3 მატარებელი და 1 ავტობუსი ააფეთქეს. ამ შემთხვევას ჯამში 56 ადამიანი შეეწირა. მაგდილას ანტიტერორისტული წვრთნებიც იყო დაგეგმილი, რომლებსაც ზუსტად იგივენაირი აფეთქებების სცენარი ჰქონდა. ზუსტად იმავე სადგურებში, ზუსტად იგივე დროს. დილის 10:30 იყო. წვრთნები ჰქონდა, რომლის მასშტაბებსაც 1000 ადამიანი უნდა მოეცა ლონდონში. სცენარის მიხედვით ბომბები ერთდროულად ზუსტად მაგ სადგურზე უნდა აფეთქებულიყო. თმა ჯერ კიდევ ყალყზე მიდგას. კარგად რომ გავიგო, ანუ წვრთნა ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლებოდა მსგავს სიტუაციას გამკლავებოდით. და ეს ამ წვრთნის დროს მოხდა, ზუსტად. ხო, ეგ არის. ზუსტად იგივენაირი აფეთქებების სცენარი. ზუსტად იმავე სადგურებში, ზუსტად იგივე დროს. რადგანაც უნდა დავიჯეროთ, რომ ეს რაღაცნაირი დამთხევა იყო. 7 ივლისსაც ანტიტერორისტული წვრთნები მიმდინარეობდა და კვლავ როგორც 11 სექტემბერს. ისინი ზუსტად იგივე სამიზნეებზე საუბრობენ, ზუსტად იგივე სადგურებზე, ზუსტად იგივე დროზე. როცა ნამდვილი თავდასხმა მოხდა, ამით ცდილობენ რაღაცნაირად დაფარონ ის ოპერაციები, რომლებსაც მთავრობა უძღვებოდა. სიმართლე 11 სექტემბრის შესახებ. ამერიკის მთავრობაში არსებულმა კრიმინალურმა ელემენტებმა პროვოკაციული ტერორისტული თავდასხმა განახორციელეს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, მოსახლეობის საქმის უნარის მანიპულირებისთვის, რომ ისინი მათ დღის წესრიგში მიხვდნენ. ამას უკვე წლები აკეთებენ. 11 სექტემბრის ტერაქტი სპეცსამსახურების მოწყობილია. სრულიად აღშფოთებული ვარ, თუ რამდენად დაკარგა ამ ერმა აზროვნების უნარი. ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ ვიღაც მთებში მოხატიალე არაბმა დააფინანსა ამ ქვეყანაზე განხორციელებული ყველაზე ოსტატურად დამუშავებული თავდასხმა. გჯერათ, რომ ვიღაც გამოქვაბულის ხალხმა. გჯერათ, რომ ვიღაც გამოქვაბულის ხალხმა შეძლო საჰაერო ძალების გაცურება. გონიათ, რომ ვიღაც გამოქვაბულის ხალხმა შეძლო ამ ყველაფრის გაკეთება. და როდესაც იმაზე ვფიქრობ, თუ რამდენი ამერიკელი მოკლეს ნიუ-იორკში და რომ ვიცი, რომ ეს ყველაფერი მოწყობილი იყო, ფაშისტები მახსენდებიან. ისინი ზუსტად იგივენაირ მეთოდებს იყენებდნენ. კვლავ და კვლავ. ამერიკა კიდევ ერთხელ გააცურეს. ამ ჭირდება თქვენთვის იმის თქმა, რომ ცუდად არის საქმე. ეს ყველა მისედაც იცის. დოლარს ფასი აღარ აქვს. ბანკები კოტრდება. მაღაზიის მოლარეებს მაგიდის ქვეში არაღები აქვთ. ქუჩებში ბანკები დარბიან. არსად არავინ არ იცის რა ვქნათ და ამას დასასრული არ აქვს. ვიცით, რომ ჰაერი სასუნთქად აღარ ვარგა და ჩვენი საჭმელი საჭმელად. ტელევიზორთან ვზივართ და ვიღაც ადგილობრივ დიქტორს ვუსმენთ, თუ როგორ გვიყვება, რომ დღეს 15 მკვლელობა და 63 ძალადობის აქტი მოხდა. თითქოს და ეს ასეც უნდა იყოს. ვიცით, რომ ცუდად არის საქმე. ცუდადზე უარესად, გიჟები არიან, თითქოს და გარშემო ყველაფერი გიჟდებოდეს, რომ გარეთ აღარ გავიდეთ. სახლებში ვსხედვართ და სამყარო, რომელშიც ცხოვრობთ, უფრო და უფრო პატარავდება. და ჩვენ ვამბობთ, თხოვთ, ჩემს მისაღებ ოთახში მაინც დამანებეთ თავი. ჩემი ტოსტერი და ტელევიზორი მაინც დამიტოვე. ჩემი ფირფიტები დამიტოვე და ხმას აღარ ამოვიღებ, უბრალოდ შემეშვე. არ შეგეშვებით. მინდა რომ გაცოდეთ. არ მინდა რომ მიტინგები და აჯანყებები დაიწყოთ. არ მინდა რომ თქვენ კონგრესებს მიწეროთ, რადგან არც კი ვიცი რა უნდა მიწეროთ. არ ვიცი რა უნდა ქნათ დეპრესიასთან და ინფლაციასთან და რუსებთან და ქუჩაში მომხდარ დანაშაულებებთან დაკავშირებით. მხოლოდ ის ვიცი, რომ პირველ რიგში უნდა გაცოფდეთ. უნდა თქვათ, მე ადამიანი ვარ, ამის დედაც. ჩემს სიცოცხლეს ფასი აქვს. ფილმს არ მოგიდგენთ აჭარა.com. ფილმი გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ. ძალიან საშინელი კვამლია. 105 სართულზე ვარ. მეორე ცათამჯენში. შავი და მშრალი კვამლია. ჩემს სოლს გონია, რომ კარგად ვარ. დავურეკე და ვუთხარი, რომ შენობიდან გამოვდივარ თქო. ყველაფერი კარგად იყო და შემდეგ სამნი ვართ, ორი ჩემტრეული ფანჯარაა, ღმერთო.
1929 წელს, როდესაც ევროპაში საომარი მოქმედებები დაიწყო, აშკარა გახდა, რომ ამერიკელ ხალხს ომში ჩაბმის არანაირი სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ მათ სჯეროდათ, რომ მაინც აცდუნებდნენ და ჩართავდნენ ამ ომში. ზუსტად იგივენაირად, როგორც ეს წინა ომში მოახდინეს. დაგეგმეს, რომ პირველ რიგში ამერიკას საზღვარგარეთ ომისთვის მოემზადებინათ, თითქოს და თავდაცვის მიზნით. მეორე, ჩვენი ხალხის ომში ჩართვა ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენი მხრიდან გაცნობიერების გარეშე. მესამე, ინციდენტების სერიების შექმნა, რომლებიც გვაიძულებს, რომ ამ კონფლიქტში ჩავებათ. ეს გეგმები, რა თქმა უნდა, მთლიანად დაფარულად და მათი პროპაგანდის მანქანის სრული ძალის დახმარებით უნდა მომხდარიყო. ჩვენი კინოთეატრები მალევე ფილმებით გაივსო, რომლებიც ომის დიდების აგიტაციას ეწევიან. ტელევიზიით გადმოცემულმა ახალმა ამბებმა სრულიად დაკარგა ობიექტურობა. და მათ ეს ომი კონგრესის ძალაუფლების შესაზღუდად და დიქტატორული პროცედურების გასაძლიერებლად გამოიყენეს პრეზიდენტის და მისი დანიშნული პიროვნებების სასარგებლოდ. შიშის კამპანიის ინაუგურაცია მოხდა. არ უნდა დავუშვათ, რომ სხვა ადამიანების ბუნებრივმა ვნებებმა და ცუდმა აზრებმა ჩვენი ქვეყანა განადგურებამდე მიიყვანოს. ნაწილი მესამე. ნუ მიაქცევთ ყურადღებას კულისებში მყოფ ხალხს. როდესაც სამეფო ტახტის უკან უფრო ძლიერი რამაა ვიდრე მეფე, სერ უილიამ პიტი, სამყაროს იმაზე სრულიად განსხვავებული პერსონაჟები მართავენ ვიდრე იმათ გონიათ, ვინც კულისებში არ იყურება, ბენჯამინ დისრაელი. სინამდვილეში საქმე იმაშია, რომ ცენტრალურ დიდ ფინანსურ ელემენტებს მთავრობა ჯიბეში ენდრიუ ჯექსონის დროიდან ჰყავთ, ფრანკლინ დელანო რუზველტი. 1775 წელი ამერიკის რევოლუცია დაიწყო. ამერიკელ კოლონიებს ინგლისისგან და მისი დესპოტური მონარქიისგან გამოყოფა უნდათ. მართალია რევოლუციის ბევრი მიზეზი იყო, მაგრამ ერთი ძირითადი იყო, რომლიდანაც ყველაფერი დაიწყო. ის რომ ინგლისის მეფე ჯორჯ მესამემ კოლონიების პროცენტისგან თავისუფალი და დამოუკიდებელი ვალუტა აკრძალა. ამ ვალუტას კოლონისტები ერთმანეთში მოიხმარდნენ. სანაცვლოდ მეფე ჯორჯ მესამემ მათ აიძულა, რომ ფული ინგლისის ცენტრალური ბანკიდან პროცენტებში ესესხათ, რაც კოლონიებს იმ წამს ველში აგდებდა. და შემდეგ ბენჯამინ ფრანკლინმა ამის შესახებ დაწერა. ის რომ მეფე ჯორჯ მესამემ კოლონიებს პატიოსანი ფულის სისტემით მუშაობაზე უარი უთხრა. იმ სისტემაზე, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანს ფულის მანიპულატორების ბრჭყალებიდან ათავისუფლებდა. აი ეს იყო სავარაუდოდ რევოლუციის ძირითადი მიზეზი. ამერიკამ 1793 წელს ინგლისთან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გაიმარჯვა, მაგრამ მისი ბრძოლა ცენტრალური ბანკის კონცეფციასთან და კორუმპირებულ გაუმაძღარ ადამიანებთან ჯერ კიდევ ახალი დაწყებული იყო. ხოდა რა არის ცენტრალური ბანკი? ცენტრალური ბანკი ინსტიტუტია, რომელიც მთელი ქვეყნის ვალუტას აწარმოებს. ისტორიულად ცენტრალურ ბანკს ორი სახის ძალაუფლება აქვს. ის კრედიტის პროცენტს და ფულის მასას აკონტროლებს. შემდეგნაირად ინფლაციასაც. ცენტრალური ბანკი მთავრობის ეკონომიკას ფულით ასე მარტივად არ ამარაგებს. ის ფულს ვალად იძლევა პროცენტებში. შემდგომ ფულის მასის გაზრდით ან შემცირებით ცენტრალური ბანკი გაცემული ვალუტის ფასს არეგულირებს. მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ამ სისტემის მთლიან სტრუქტურას გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ ერთი რამის წარმოშობა შეუძლია: მუდმივი ვალის. ამ თაღლითობის გამო სამჟღავნებლად დიდი გამჭრიახობა არ არის საჭირო. ცენტრალური ბანკის მიერ წარმოებული თითოეული დოლარი პროცენტებში გაიცემა ვალად. აქ იმას ნიშნავს, რომ თითოეული წარმოებული დოლარი სინამდვილეში დოლარია პლუს. ამ დოლარზე დაფუძნებული გარკვეული პროცენტი ვალი, რომელიც უკან უნდა დავაბრუნოთ. და იქიდან გამომდინარე, რომ ცენტრალურ ბანკს მთელი ქვეყნის ვალუტის მომარაგებაზე აქვს მონოპოლია და ისინი თითოეულ დოლარს მასზე მიმაგრებული ვალით გასცემენ, მაშინ ვალის გადასახდელი ფული საიდან უნდა მოვიტანოთ? კლავისე მხოლოდ ცენტრალური ბანკიდან. რაც იმას ნიშნავს, რომ ცენტრალურმა ბანკმა მუდმივად უნდა ზარდოს მისი ფულის მასა, რომ დროებით ფაროს შექმნილი გადაუხდელი ვალი, რაც შემდგომ იქიდან გამომდინარე, რომ ახალი ფული ისევ ვალად და არა პროცენტში გაიცემა. ის კიდევ უფრო მეტ ვალს წარმოქმნის. ამ სისტემის საბოლოო და უეჭველი შედეგი მონობა, რადგან მთავრობისთვის და აქედან გამომდინარე ხალხისთვისაც შეუძლებელი ხდება დაფაროს თვით გენერირებადი ვალი. ამ ქვეყნის დამფუძნებელმა მამებმა კარგად იცოდნენ ამის შესახებ. ფიქრობ, რომ ბანკის ინსტიტუტები შეიარაღებულ არმიაზე საშიშია. ამერიკელი ხალხი კერძო ბანკებს ვალუტის გამოშვების კონტროლის უფლებას თუ მისცემს, მათი ხელმძღვანელობით მომუშავე ბანკები და კორპორაციები ხალხს ქონებას იქამდე ჩამოართმევენ, სანამ მოსახლეობის შთამომავლობა უსახლკაროდ არ გაიღვიძებს კონტინენტზე, რომელიც ოდესღაც მათმა მამებმა დაიპყრეს. თომას ჯეფერსონი.
თუ გინდათ რომ ბანკირების მონებად დარჩეთ და თქვენი მონობის საფასური იხადოთ, მაშინ აცადეთ გააგრძელონ თქვენი ფულის წარმოება და ქვეყნის ვალების კონტროლი. სერ ჯოსაია სტემბი. მე-20 საუკუნის დასაწყისშივე ამერიკამ ცენტრალური ბანკის საფუძველზე აგებული უკვე რამდენიმე ფინანსური სისტემა შექმნა და გააუქმა, რომლებსაც ბანკირები მოტყუებით ახლავდნენ თავს. მაგ დროისთვის საბანკო და ბიზნესის კუთხით მსოფლიოში გაბატონებული ოჯახები იყვნენ: როკფელერები, მორგანები, ვორბურგერები და როთშაილდები. და მე-20 საუკუნის დასაწყისშივე ისინი გზას ეძებდნენ, რომ კვლავ შეექმნათ კიდევ ერთი ცენტრალური ბანკი, მაგრამ თან იცოდნენ, რომ მთავრობა და მოსახლეობა უკვე კარგად იყო ამ ინსტიტუტში გარკვეული. ასე რომ მათ ინციდენტი სჭირდებოდათ, რითიც მოსახლეობის აზრზე მოახდენდნენ გავლენას. ამის გამო ჯონ პიერ პონტ მორგანმა, რომელსაც საზოგადოებაში ფინანსურ მეფედ იცნობდნენ, გამოიყენა თავისი გავლენა და ჭორი გაავრცელა, რომ ნიუ-იორკის ცნობილი ბანკი გადახდის უუნარო იყო და კოტრდებოდა. მორგანმა იცოდა, რომ ეს მასიურ ისტორიას გამოიწვევდა, რაც სხვა ბანკებზეც მოახდენდა გავლენას. და ასეც მოხდა. ხალხმა მაშინვე დეპოზიტების გამოტანა დაიწყო, მათი დაკარგვის შიშეთ. შესაბამისად, ბანკებს თავიანთი გაცემული ვალების უკან დაბრუნების მოთხოვნის გაგზავნა მოუწია, რის გამოც მიმღებებს თავიანთი ქონების გაყიდვები და აქედან გამომდინარე გაკოტრების ქონების გადანაწილების და უწესრიგობის სერიები დაიწყო. რამდენიმე წლის შემდეგ ყველაფრის გაანალიზებისას ფრედერიკ ალენმა ჟურნალ Life მაგაზინში დაწერა: მორგანმა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე 1907 წლის პანიკით ისარგებლა. ის ამ განვითარებად პროცესს გამჭრიახად აძლევდა მიმართულებებს. იმის არ ცოდნით, რომ ეს თაღლითური სქემა იყო 1907 წელს პანიკამ კონგრესის მხრიდან გამოძიების დაწყება გამოიწვია, რომელსაც სენატორი ნელსონ ოლდრიქი უძღოდა. მას ახლო კავშირები ჰქონდა ბანკირების კარტელებთან და მოგვიანებით როკფელერების ოჯახის წევრიც გახდა. ქორწინების საშუალებით. ოლდრიქის ხელმძღვანელობით წარმართულმა კომისიამ ცენტრალური ბანკის შექმნის რეკომენდაცია გამოსცა, რომ 1907 წლის პანიკის მსგავსი რამ აღარ განმეორებულიყო. ეს იყო ნაპერწკალი, რომელიც საერთაშორისო ბანკირებს სჭირდებოდათ თავიანთი გეგმის წამოსაწყებად. 1910 წელს საიდუმლო შეხვედრა შედგა მორგანის აგარაკზე ჯეიკელის კუნძულზე, ახლოს ჯორჯიის შტატთან. ხელი იქ მოეწერა კანონპროექტს სახელად ფედერალური სარეზერვო აქტი. ეს კანონი ბანკირებმა დაწერეს და არა კანონმდებლებმა. იმდენად საიდუმლო შეხვედრა იყო და იმდენად გაფარული იყო მთავრობისგან და საზოგადოებისგან, რომ იქ მისული ადამიანების ნაწილი შენიღბული ვინაობით იყო. კანონპროექტის მომზადების შემდეგ ის თავიანთ პოლიტიკურ პროტეჟეს სენატორ ნელსონ ოლდარიქს გადასცეს კონგრესში გასატანად. და 1913 წელს ბანკირების მხრიდან ძლიერი დაფინანსების წყალობით ვუდრო უილსონი პრეზიდენტი გახდა, რომელიც უკვე შეთანხმებული იყო ბანკირებთან, რომ კამპანიის დაფინანსების სანაცვლოდ ფედერალურ სარეზერვო აქტს მოაწერდა ხელს. და შობის დღესასწაულამდე 2 დღით ადრე, როდესაც კონგრესმენების დიდი ნაწილი სახლში ოჯახებთან იმყოფებოდა, ფედერალური სარეზერვო აქტი გავიდა ხმის მიცემაზე და უილსონმა საბოლოოდ ის კანონად აქცია. მოგვიანებით ვუდრო უილსონმა სინანულით დაწერა: ჩვენი ინდუსტრიული სახელმწიფო კრედიტების სისტემით იმართება და ჩვენი საკრედიტო სისტემა კერძო პიროვნებების ხელშია. ჩვენი სახელმწიფოს ზრდა და ყველა ჩვენი აქტივობა მცირეოდენი ადამიანების ხელშია, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ანადგურებენ ჩვენს ჭეშმარიტ ეკონომიკურ თავისუფლებას. ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე ცუდად მართული, ერთ-ერთი მთლიანად კონტროლირებადი და დამოკიდებული მთავრობა გავხდით ცივილიზებულ სამყაროში. ჩვენ აღარ ვართ თავისუფალი აზრის მქონე მთავრობა, აღარ ვართ უმრავლესობის მიერ არჩეული მთავრობა. ჩვენ ახლა მცირეოდენი გაბატონებული კაცების აზრის გამათვალისწინებელი და დატუსაღებული მთავრობა ვართ. კონგრესმენმა ლუის მაკფადენმაც გამოხატა თავისი აზრი კანონპროექტების დამტკიცების შემდეგ. აქ მსოფლიო საბანკო სისტემა იწყობა სუპერ სახელმწიფოში, რომელსაც საერთაშორისო ბანკირები აკონტროლებენ. ერთად მუშაობენ, რომ დაამონონ მთელი სამყარო თავიანთი სიამოვნებისთვის. ბანკირებმა მთავრობის უზურპირება მოახდინეს. საზოგადოებას აცნობეს, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა ეკონომიკის სტაბილიზატორი და ინფლაცია და ეკონომიკური კრიზისი წარსულს ჩაბარდებოდა. როგორც ისტორიამ გვაჩვენა, ეს სიმართლისგან ძალიან შორს აღკვეცდა. სინამდვილეში საერთაშორისო ბანკირებს ახლა თავიანთი ამბიციების დაჩქარებულად განხორციელების ინსტრუმენტები გაუჩნდათ. მაგალითად 1914-დან 1919 წლის ჩათვლით ფედერალურმა რეზერვმა ფულის მასა 100%-ით გაზარდა, რისი საშუალებითაც ბევრი ვალი გასცა პატარა ბანკებზე და მოსახლეობაზე. შემდგომ 1920 წელს ფედერალურმა რეზერვმა გადაუხდელი ვალების დაბრუნება მოითხოვა. შესაბამისად პატარა ბანკებმაც დაიწყეს უამრავი კლიენტისგან გადაუხდელი ვალის ამოღება. და იგივე მოხდა რაც 1907 წელს. გაკოტრება, გადაუხდელობა და კრიზისი. 5400-ზე მეტი კონკურენტი ბანკი, რომელიც ფედერალური რეზერვის სისტემის გარეთ იმყოფებოდა, ჩამოიშალა. ამ ფაქტმა უფრო მეტად დაამტკიცა საერთაშორისო ბანკირების მცირე ჯგუფის მონოპოლია. ამ დანაშაულში მონაწილე კონგრესმენმა ლინდებერგმა 1921 წლის გამოსვლაზე თქვა: ფედერალური სარეზერვო აქტი მეცნიერულად გათვლილი კრიზისების შექმნის საშუალებას იძლევა. ახლანდელი კრიზისი პირველი მეცნიერულად გათვლილ თაგანი იყო. მან მათემატიკური განტოლებასავით იმუშავა.
მაგრამ 1920 წლის კრიზისი მხოლოდ გახურება იყო. 1921 წლიდან 1929 წლამდე ფედერალურმა რეზერვმა ფულის მასა კვლავ გაზარდა. რისი დახმარებითაც კვლავ უამრავი ვალი გასცა მოსახლეობაზე და ბანკებზე. ასევე ახალი სახის ვალი გამოჩნდა საფონდო ბირჟაზე, რომელსაც მარჟინალურ ვალს ეძახდნენ. ძალიან მარტივად მარჟინალური ვალი ინვესტორს საშუალებას აძლევდა აქციის საფასურის მხოლოდ 10% გადაეხადა მის შესაძლებლად, ხოლო 90% ბროკერისგან იღებდა ვალად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პიროვნებას შეეძლო $1000 საფასურის აქციები მხოლოდ $100 ეყიდა. ეს მეთოდი ძალიან პოპულარული იყო ხმაურიან ოციანებში, რადგან თითქოს და ყველა ბირჟაზე შეუვლობდა ფულს, მაგრამ ამოვალში ერთი მახე იყო. ვალის დაბრუნების მოთხოვნა ნებისმიერ დროს შეიძლებოდა და ის 24 საათის განმავლობაში უნდა დაბრუნებულიყო. ამ ტერმინს მარჟინალური მოთხოვნა ერქვა და მარჟინალური მოთხოვნის ტიპური შედეგი იმ აქციების გაყიდვა იყო, რომლებიც ვალით იყო შეძენილი. 1929 წლის ოქტომბრამდე რამდენიმე თვით ადრე როკფელერი, ბერნარდ ბერაკი და შიდა გუნდის კიდევ სხვა წევრები ბაზრიდან ჩუმად გავიდნენ. 1929 წლის 24 ოქტომბერს ნიუ-იორკის ფინანს სისტემა, რომლებიც მარჟინალურ ვალს გასცემდნენ, მათი მასიურად მოთხოვნა დაიწყეს. ამან მყისიერი და მასიური გაყიდვები გამოიწვია ბაზარზე, რადგან ყველას უეცრად მარჟინალური ვალები ჰქონდა დასაფარი. და ამ ფაქტმა კი შემდგომ ბანკების მასიური გაკოტრება გამოიწვია. იგივე მიზეზით და 16000-ზე მეტი ბანკი ჩამოიშალა, რამაც ერთმანეთთან შეკრულ საერთაშორისო ბანკირებს არა მხოლოდ ჩამოშლილი ბანკების იაფად შეძენის საშუალება მისცა, არამედ მათ ხურდებში მთელი კორპორაციებიც კი შეიძინეს. ეს უდიდესი ძარცვა იყო ამერიკის ისტორიაში. მაგრამ მან დარგაჩერებულან ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ფულის მასის გაზრდა იყო საჭირო და მაგის მაგივრად ფედერალურმა რეზერვმა ის პირიქით შეამცინა, რითიც ისტორიაში ყველაზე დიდი დეპრესია გამოიწვია. კვლავ უფლებებს შელახულმა კონგრესმენმა ლუის მაკფადენმა, რომელიც ბანკირების კარტელების დიდი ხნის ოპონენტი იყო, დაიწყო ფედერალური სარეზერვო საბჭოს იმპიჩმენტის მოთხოვნა და დეპრესიაზე და კრიზისზე თქვა. ეს კარგად გათვლილი შემთხვევა იყო. საერთაშორისო ბანკირებს სურთ, რომ სასოწარკვეთილ მდგომარეობამდე მიგვიყვანონ, რომ ამის დახმარებით ყველა ჩვენგანზე მოახერხონ გაბატონება. გასაკვირი არაა და თან აქამდე ორი მკვლელობის მცდელობის შემდეგ მაკფადენი ბანკეთზე მოწამლეს, სანამ იმპიჩმენტის ამბავს დაძრავდა. ახლა უკვე საზოგადოების სიღატაკემდე მიყვანის შემდგომ ფედერალური რეზერვების ბანკირებმა ოქროს სტანდარტის გაუქმება გადაწყვეტეს. ამის გასაკეთებლად მათ სახელმწიფოში დარჩენილი ოქრო უნდა შეეკრიბათ. ასე რომ ვითომ და დეპრესიის დასრულების მიზნით 1933 წელს ოქროს კონფისკაცია დაიწყო. მოსახლეობა დააშინეს, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში 10 წლიანი ციხე ელოდათ ამერიკის ყველა მოსახლეს. ყველანაირი ოქროს ზოდისა თუ მონეტის ხაზინაში ჩაბარება მოსთხოვეს, რითიც მოსახლეობას რასაც ქვია ბოლოს სიმდიდრე წაართვეს. 1933 წლის ბოლოს ოქროს სტანდარტი გაუქმდა. 1933 წლამდე წარმოებულ დოლარის კუპიურას თუ შევხედავთ, დაინახავთ წარწერას, სადაც აწერია, რომ ის ოქროთია გამაგრებული. დღევანდელ დოლარს თუ შეხედავთ, წერია, რომ ის კანონიერი საგადასახადო საშუალებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არაფრით არ არის გამაგრებული. უბრალოდ მაკულატურა. ერთადერთი რამ, რაც ამ ფულს ფასს აძლევს, ის არის თუ რამდენია ჯამში მიმოქცევაში. მაშასადამე ფულის მასის რეგულირების უფლებით მის ფასსაც არეგულირებ, რაც ასევე მთელი სახელმწიფოს და მოსახლეობის დაჩოქების ძალაუფლებას გაძლევს. სახელმწიფოს ფულის მასის კონტროლის უფლება მომეცით და სულ აღარ მაინტერესებს ვინ წერს მის კანონებს. მნიშვნელოვანია, რომ კარგად გავიგოთ. ფედერალური რეზერვი კერძო კორპორაციაა. ის ისეთივე ფედერალურია, როგორც საკურიერო სამსახური ფედერალური ექსპრესი. ის თავის პოლიტიკას ქმნის და საერთოდ არ ემორჩილება ამერიკის მთავრობის რეგულაციებს. ეს კერძო ბანკია, რომელიც მთავრობას ფულს პროცენტში აძლევს. ის ამ თაღლითური ცენტრალური ბანკის მოდელის პირდაპირ ასლია, რომლისგანაც ცდილობდა ეს ქვეყანა გამოღწევას, როდესაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა ამერიკის რევოლუციური ომის პერიოდში. 1903 წელს დაუბრუნდით. ფედერალური სარეზერვო აქტი არ იყო ერთადერთი არაკონსტიტუციური კანონპროექტი, რომელიც კონგრესში გაიტანეს. მათ ასევე ფედერალური საშემოსავლო გადასახადის კანონპროექტიც შეიტანეს. საყურადღებოა იმაზე ხაზის გასმა, რომ ამერიკელმა ხალხმა არაფერი იცის ამ საშემოსავლო გადასახადებზე. ეს იმის მტკიცებულებაა, თუ რამდენად დადებილებული და გულმავიწყია ამერიკის მოსახლეობა. პირველ რიგში ფედერალური საშემოსავლო გადასახადი სრულიად არაკონსტიტუციურია, რადგან ეს პირდაპირი გადასახადია შტატებში გადანაწილების გარეშე. ყველა პირდაპირი გადასახადის გადანაწილება უნდა მოხდეს შტატების და ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, რომ კანონიერი იყოს კონსტიტუციის მიხედვით. მეორე, საშემოსავლო გადასახადის რატიფიცირებისთვის საკმარისი რაოდენობის შტატების თანხმობა არ შეიკრიბა და ეს თანამედროვე სასამართლოებშიც დამოწმებულია. მესამე, დღესდღეობით ჩვეულებრივი მუშაკის შემოსავლის დაახლოებით 25% ამ გადასახადში მიდის. და აბა მიხვდი, სად მიდის ეგ ფული? ეგ ფული თაღლითური ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ წარმოებული ვალუტის პროცენტის გადასახდელად მიდის. სისტემაში მიდის, რომელიც წესით არც უნდა არსებობდეს. წელიწადში ნამუშევარი თითქმის 3 თვის ფული პირდაპირ საერთაშორისო ბანკირების ჯიბეებში მიდის, რომლებიც ფედერალურ სარეზერვო ბანკს ფლობენ. და მეოთხე, იმის მიუხედავადაც თუ მთავრობა თაღლითურად იტყუება ამ საშემოსავლო გადასახადის კანონიერების შესახებ, უბრალოდ არ არსებობს არც კანონმდებლობითი აქტი, არც კანონი, რომელიც ამ გადასახადის გადახდას გთხოვს. საერთოდ.
მართლა ველოდი, რომ რა თქმა უნდა არსებობს კანონი ამის შესახებ. რომ შეგიძლია კანონთა კრებულში ჩაიხედო და ნახო რა გავალდებულებს ამ გადასახადის გადახდას. რა თქმა უნდა არის. უკვე იმ დონეზე მივედი, რომ ვერ პოულობდი ვერანაირ კანონ პროექტს, რომელიც პიროვნებას ავალდებულებდა. ყოველ შემთხვევაში მე და ჩემი ნაცნობების უმეტესობამ ვერ ვიპოვეთ. და გადადგომის გარდა სხვა არჩევანი არ მქონდა. იმ კვლევაზე დაფუძნებით, რაც 2000 წელს ჩავატარე და რომელსაც ახლაც ვატარებ, ჯერ კიდევ ვერ ვიპოვე კანონი. კონგრესში ვიკითხე, ბევრ ადამიანს ვკითხე, ფედერალურ კომისიაშიც ვიკითხე. ვერ მპასუხობენ, იმიტომ რომ პასუხის შემთხვევაში ამერიკის მოსახლეობა გაიგებს, რომ ეს თაღლითობა. ფედერალურ საშემოსავლოს აღარ ვიხდი, რაც წამოვედი. მე საშემოსავლოს 1999 წლიდან აღარ ვიხდი. საშემოსავლო გადასახადი არაფრით არ არის მთელი ქვეყნის დამონებაზე ნაკლები. ეკონომიკის კონტროლი და მოსახლეობის სამუდამო ძარცვა რუბიკის კუბიკის მხოლოდ ერთ მხარეს წარმოადგენს, რომელიც ბანკირებს ხელში უჭირავთ. მოგების მიღების და კონტროლის მომდენო ხელსაწყო ომია. 1913 წელს ფედერალური რეზერვის დასაბამიდან რამდენიმე დიდი და პატარა ომები დაიწყო. სამი ყველაზე გამოსაჩენი: პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი და ვიეტნამის ომი იყო. პირველი მსოფლიო ომი. 1914 წელს ევროპაში გერმანიასა და ინგლისს შორის გაჩაღდა ომი. ამერიკის მოსახლეობას საერთოდ არ სურდა ამ ომში ჩართვა. ასე რომ პრეზიდენტმა ვილსონმა საჯაროდ გამოაცხადა ნეიტრალიტეტი. და მაინც, კულისებში ამერიკის ადმინისტრაცია ნებისმიერ მიზეზს ეძებდა, ოღონდ ომში ჩართულიყო. აი ესე აღწერდა ამ მდგომარეობას სახელმწიფო მდივანი უილიამ ჯენინგსი. დიდი ბანკირები ძალიან იყვნენ მეორე მსოფლიო ომში ჩართვით დაინტერესებულნი, რადგან იქ დიდი შესაძლებლობები იხსნებოდა უზარმაზარი ფულადი მოგებისთვის. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ საერთაშორისო ბანკირებისთვის ომი ყველაზე სარფიანი რამაა. ომი ქვეყანას აიძულებს, რომ კიდევ უფრო მეტი ფული ისესხოს ფედერალური სარეზერვო ბანკებისგან პროცენტებში. ვუდრო ვილსონის მთავარი მრჩეველი და მენტორი პოლკოვნიკი ედვარდ ჰაუსი იყო. ამ კაცს ახლო კავშირები ჰქონდა საერთაშორისო ბანკირებთან, რომლებსაც ომში ჩაბმასურდათ. დაკავშირებულ დოკუმენტირებულ საუბარში ვილსონის მრჩეველ პოლკოვნიკ ჰაუსსა და ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერ ედვარდ გრეის შორის გრეი ეკითხება: ამერიკელები რას იზამენ თუ გერმანელები ოკეანეში ამერიკელებით სავსე ლაინერს ჩაძირავენ? ჰაუსმა უპასუხა: ჩემი აზრით ამერიკას აღშფოთების ტალღა შეიპყრობს და ეს უკვე თავისთავად საკმარისი იქნება ჩვენთვის ომში ჩასართავად. itself would be sufficient to carry us into war. ხოდა 1915 წლის 7 მაისს სერ გრეი ედვარდის რჩევის გათვალისწინებით გემის სახელად ლუსიტანია განზრახ გაიგზავნა გერმანელების მიერ კონტროლირებად წყლებში, სადაც გერმანული სამხედრო ხომალდები უნდა ყოფილიყვნენ და როგორც გათვლილი იყო, გერმანულმა წყალქვეშა ნავებმა გემი ტორპედოებით ჩაძირეს. ტორპედო ტყვია წამლის საცავს მოხვდა, რამაც აფეთქება და 1200 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. კარგად უნდა გავიგოთ, რამდენად განზრახ იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. გერმანიის საელჩომ ნიუ-იორკ ტაიმსში განცხადებაც კი გამოაქვეყნა, სადაც ხალხს აუწყებდა, რომ ლუსიტანიით თუ იმგზავრებდნენ, თავს რისკის ქვეშ ჩააყენებდნენ, რადგან ნებისმიერი გემი, რომელიც ამერიკიდან ინგლისში სამხედრო ზონის გავლით წავიდოდა, განადგურებას ექვემდებარებოდა. როგორც გათვალისწინებული იყო, ლუსიტანიის ჩაძირვამ გაბრაზების ტალღა წარმოშვა. ამერიკელ მოსახლეობაში და ამერიკა მალევე ჩაება ამ ომში. პირველმა მსოფლიო ომმა 323,000 ამერიკელი სიცოცხლე შეიწირა. როკფელერმა ამ ომის ხარჯზე $200 მილიონი იშოვა. იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ეს ომი ამერიკას $30 მილიარდი დაუჭდა. ამ თანხის უმეტესი ნაწილი ფედერალური სარეზერვო ბანკისგან ისესხეს პროცენტებში, რითიც კიდევ უფრო გაზარდეს საერთაშორისო ბანკირების მოგება. მეორე მსოფლიო ომი. 1941 წლის 7 დეკემბერს იაპონიამ ამერიკის საზღვაო ფლოტს შეუტია პერლ ჰარბორში, რამაც ჩვენი ომში ჩართვა გამოიწვია. პრეზიდენტმა რუზველტმა განაცხადა, რომ ეს შეტევა ისტორიაში უღირს ადგილს დაიკავებს. ნამდვილად უღირსი დღე იყო, მაგრამ არა იმ ვითომ და USSR თავდასხმის გამო პერლ ჰარბორზე. 60 წლიანი დუმილის შემდეგ ინფორმაცია ამოტივტივდა. აშკარა გახდა, რომ პერლ ჰარბორზე შეტევის შესახებ კვირებით ადრე იცოდნენ. მათ პირდაპირ უნდოდათ, რომ ეს მომხდარიყო და პროვოცირებდნენ კიდეც. რუზველტი ვისი ოჯახიც მე-18 საუკუნიდან ნიუ-იორკის ბანკირების სიაშია, რომლის ბიძა ფრედერიკიც პირველი ფედერალური სარეზერვო საბჭოს წევრი იყო. ძალიან დიდი სიმპათიებით იყო განწყობილი საერთაშორისო ბანკირების ინტერესების მიმართ და მათი ინტერესი ომში ჩაბმა იყო და როგორც უკვე ვნახეთ, ბანკირებისთვის ომზე მეტად მომგებიანი არაფერია. საკუთარ დღიურში 1941 წლის 25 ნოემბერს რუზველტის სამხედრო მდივანმა რუზველტთან საუბარი ჩაიწერა. რუზველტი: საკითხი ის არის, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ პირველებმა იმათმა გაისროლონ, სასურველია, რომ პირველები იაპონელები იყვნენ, რომ შემდეგ უეჭველი იცოდნენ, ვინ იყო აგრესორი. პერლ ჰარბორის დაბომბვამდე რამდენიმე თვით ადრე რუზველტი ყველაფერს შვებოდა, რაც კი შეეძლო იაპონელების გასაღიზიანებლად. მათ მიმართ აგრესიით განეწყო. მან იაპონიაში მიმავალი საწვავის იმპორტი
შეწყვიტა. იაპონელების ყველა ანგარიში გაყინა ამერიკაში. ნაციონალისტ ჩინელებს აძლევდა სესხებს საჯაროდ და ბრიტანეთს კი სამხედრო დახმარება გაუწია. ისინი იაპონიის მტრები იყვნენ ამ ომში და ასეთი საქციელი სრულიად არღვევს ომის წარმოების საერთაშორისო კანონებს. და 4 დეკემბერს შეტევამდე 3 დღით ადრე ავსტრალიელებმა რუზველტი გააფრთხილეს იაპონელების სამხედრო ხომალდების პერლ ჰარბორის მიმართულებით მოძრაობის შესახებ. რუზველტმა ამ გაფრთხილებას იგნორი გაუკეთა. ხოდა როგორც იმედი ჰქონდა და დაუშვა. 1941 წლის 7 დეკემბერს იაპონია პერლ ჰარბორს დაესხა თავს. ამ შეტევამ 2400 ჯარისკაცი შეიწირა. პერლ ჰარბორზე თავდასხმამდე ამერიკის მოსახლეობის 93%-ს არ სურდა საერთო რაიმე კავშირი ქონოდა ამ ომთან. პერლ ჰარბორის ამბის შემდეგ 1 მილიონი კაცი ჩაეწერა მოხალისედ. მნიშვნელოვანია მახსენოთ, რომ ფაშისტური გერმანიის სამხედრო ძალას გვერდში ძლიერად ედგა ორი ორგანიზაცია. ერთ-ერთი მათგანის სახელია IG Farben. IG Farben გერმანელების ასაფეთქებელი მოწყობილობების 84%-ს აწარმოებდა და ასევე ციკლონბეს, რომელსაც საკონცენტრაციო ბანაკებში იყენებდნენ. IG Farbenis ერთ-ერთი დაუსახელებელი პარტნიორი ჯონ როკფელერის ამერიკაში დაარსებული კომპანია Standard Oil იყო. გერმანიის საჰაერო ძალები ვერ ფუნქციონირებდნენ სპეციალური დანამატის გარეშე, რომელსაც როკფელერის Standard Oil ხმარობდა საწვავში. მაგალითად, ფაშისტური გერმანიის მიერ ლონდონის საზარელი დაბომბვა შესაძლებელი გახდა IG Farbenისთვის როკფელერის Standard Oil-ის მიერ $20 მილიონ მიყიდული საწვავით. ეს მხოლოდ პატარა მაგალითია იმისა, თუ როგორ აფინანსებდა ამერიკა მეორე მსოფლიო ომის ორივე მებრძოლ მხარეებს. კიდევ ერთი მოღალატური ორგანიზაცია, რომლის ხსენება ღირს Union Banking Corporation-ია. ის ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლას აფინანსებდა. ასევე ომის დროსაც უგზავნიდა სხვადასხვა საქონელს. ეს არ იკმარეს და ფაშისტების ფულის გამათეთრებელ ბანკადაც იქცნენ. საბოლოოდ გამოჩნდა, რომ მათ საწავებში მილიონობით დოლარის ფასის მქონე ფაშისტური ფული ელაგათ. New-York City-ს Union Banking Corporation საბოლოოდ ომის დროს მტერთან ვაჭრობის მუხლით წაუყენეს ბრალი. აბა მივხვდით, ვინ იყო Union Bank-ის დირექტორი და ვიცე-პრეზიდენტი? პრესკოტ ბუში. ყოფილი პრეზიდენტის ბაბუა და მაგის წინა პრეზიდენტის მამა. გაითვალისწინეთ ეს ფაქტი, როცა ბუშის ოჯახის პოლიტიკურ მიდრეკლებებს განიხილავთ. ვიეტნამი. ამერიკამ ომი ჩრდილოეთ ვიეტნამს ოფიციალურად 1964 წელს გამოუცხადა. იმ ინციდენტის შემდეგ, როცა ვითომ და ვიეტნამის კატარღებმა ამერიკას საბრძოლო ხომალდი ჩაძირეს. ტონიკის ყურეში. ეს ასევე ცნობილი იყო როგორც ტონიკის ყურის ინციდენტი. ეს ერთი შემთხვევა გახდა სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისი, მაგრამ ერთი პრობლემა გვაქვს. ვიეტნამელების კატარღები ამერიკის ხომალდებს თავს არ დასხმიან. ეს მთლიანად დადგმული მოვლენა იყო, რომ მიზეზი ჰქონოდათ ომის დასაწყებად. ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა მაკნამარამ წლების შემდგომ განაცხადა, რომ ტონიკის ყურის ინციდენტი შეცდომა იყო. როცა პარალელურად სპეცსამსახურის წევრები და ოფიცრები გამოვიდნენ და აღიარეს, რომ ეს ფარსი იყო და სრული სიცრუე. ომში ჩაერთნენ და როგორც ყოველთვის ბიზნესი დაიქუქა. 1966 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა ლონდონ ჯონსონმა სავაჭრო შეზღუდვები დააწესა საბჭოთა კავშირთან. მან კარგად იცოდა, რომ კომუნისტები ჩრდილოეთ ვიეტნამს საბრძოლო მასალების 80%-ს აწვდიდნენ. ამის შემდგომ როკფელერმა საბჭოთა კავშირის ქარხნების დაფინანსება დაიწყო, რომლებიც ჩრდილოეთ ვიეტნამისთვის აწარმოებდნენ საბრძოლო ინვენტარს. და მაინც ამ კონფლიქტის ორივე მხარის დაფინანსება მხოლოდ მონეტის ერთ მხარეს წარმოადგენდა. 1985 წელს ვიეტნამზე შეტევების წარმოების წესებს გრიფის საიდუმლო მოეხსნა. აქ აღწერილი იყო, რისი უფლება ჰქონდათ თუ არ ჰქონდათ ვიეტნამის ომში მებრძოლ ამერიკელ ჯარისკაცებს. მასში ისეთი აბსურდი შედიოდა, როგორიც არის. ჩრდილოეთ ვიეტნამის ანტისაჰაერო სარაკეტო სისტემები არ უნდა დაიბომბოს, სანამ არ გეცოდინება, რომ უკვე დადგმულია და ფუნქციონირებს. ტერს აღარ უნდა მივდევნოთ თუ ლაოსის ან კამბოჯას საზღვარს გადაგვეც. და ყველაზე კარგად ამ ბრძანებაში ჩანდა ყველაფერი. ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილებზე არ უნდა მოხდეს შეტევა, სანამ ეს უმაღლესი სარდლობის მიერ არ იქნება ნებადართული. იმის გარდა, რომ ამერიკელ ჯარისკაცებს ასეთი საშინელი შეზღუდვები დაუწესეს, სასაცილო ის არის, რომ ვიეტნამელებმა იცოდნენ ამ შეზღუდვების შესახებ და აქედან გამომდინარე მთელი რიგი სტრატეგიები ააწყვეს ამერიკელი სამხედრო ძალების შეზღუდვებზე დაყრდნობით. ამიტომაც გაგრძელდა ეს ომი ამდენ ხანს. და დასკვნა ის არის, რომ ვიეტნამის ომი არც უნდათ რომ მოეგოთ. თავარი იყო გაგრძელებულიყო. ომიდან მიღებულმა ფულადმა მოგებამ 58,000 ამერიკელი და 3 მილიონი ვიეტნამელი სიცოცხლე შეიწირა. ხო და ახლა რა ეტაპზე ვართ? 11 სექტემბრის ტერაქტი იმ დაჩქარებული დღის წესრიგის დასაწყისს მოასწავებს, რომელსაც ულმობელი ელიტა ახორციელებს. ეს ტერაქტი ისევე დაიდგა, როგორც ლუსიტანიის ჩაძირვა, პერლ ჰარბორის დაბომბვის პროვოცირება და ტონიკის ყურის სიცრუე. არც აქ დაურღვევია წესი და 11 სექტემბრის ტერაქტი ომის საბაბად აქციეს. ამან ორი არაპროვოცირებული უკანონო ომი წამოიწყო. ერთი ერაყის და ერთი ავღანეთის წინააღმდეგ. 11 სექტემბრის ტერაქტი კიდევ ერთი ომის საბაბი გახდა. თქვენს წინააღმდეგ ომის. პატრიოტის აქტი, ეროვნული უსაფრთხოება, სამხედრო ტრიბუნალის აქტი და კიდევ სხვა კანონპროექტები, რომლებიც
იმისთვის შეიქმნა, რომ გაანადგურონ თქვენი საზოგადოებრივი უფლებები და თავისუფლებები და შეგიზღუდონ იმათთან ბრძოლის შესაძლებლობა, რაც მალე დადგება. დღესდღეობით ამერიკას მისი ტვინ გამორიცხილი მოსახლეობისთვის არ შეუტყობინებია, რომ შეუძლია სახლის სასამართლო ნებართვის გარეშე გაგიჩხიკოს. როცა შენ არც კი იმყოფები ადგილზე, შეუძლია დაგაპატიმროს და არც გითხრას რა შეგედება ბრალი. დაგაკავოს ადვოკატებთან წვდომის გარეშე და კანონიერად გაწამოს. ეს ყველაფერი იმის საფუძველზე, რომ ეჭვიაქვთ, რომ შეიძლება ტერორისტი იყო. პირდაპირ კადრები თუ გინდა ნახო იმის შესახებ თუ რა ხდება ამ ქვეყანაში. მოდი გადავხედოთ თუ როგორ მეორდება ისტორია. 1933 წლის თებერვალში ჰიტლერმა გერმანული პარლამენტის შენობა რაიხსტაგი გადაწვა და ეს კომუნისტ ტერორისტებს დააბრალა. რამდენიმე კვირაში მან საკანონმდებლო აქტი მიიღო საგანგებო უფლებამოსილების მინიჭების შესახებ, რომელმაც სრულად ამოძირკვა გერმანული კონსტიტუცია და გაანადგურა ადამიანთა უფლებები. შემდეგ მან პრევენციული ომების სერია დაიწყო და გერმანიის მოსახლეობას ამცნო, რომ ეს აუცილებელი იყო ეროვნული უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. ბროტება არსებობს, რომელიც ამ სახელმწიფოში მცხოვრებ ყველა კაცს, ქალს და ბავშვს ემუქრება. ჩვენ ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ შიდა უსაფრთხოება უზრუნველყოთ და დავიცვათ სამშობლო. ჯორჯ W. ბუში, ადოლფ ჰიტლერი. მოსახლეობისთვის გესტაპოს გაცნობის დღეს. რაც კომუნიზმს და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს ეხება, ეს არაფერს არ ცვლის. ჩვენ მტერს ტერორისტების ქსელი და მათი მხარდამჭერი მთავრობები წარმოადგენს. დროა გავიღვიძოთ. ძალაუფლების მქონე ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რომ შენ მუდმივად სწორ გზას იყო აცდენილი და შენი მანიპულირება მოხდეს. მოსახლეობის უმეტესობის მიერ რეალობის აღქმა მით უმეტეს პოლიტიკურ არენაზე არ არის ნამდვილად მათი პირადი აღქმა. ამ რეალობის აღქმას მათ სხვები უნერგავენ მოსახლეობის მიერ ამის გაცნობიერების გარეშე. მაგალითად, მოსახლეობას ჯერა რომ ერაყის დაპყრობით სიტუაცია მაინც არ გამოსწორებულა. იქ ჯერ კიდევ გრძელდება ომი და ძალადობა. საზოგადოებას იმის დანახვა არ შეუძლია, რომ მთავრობის უკან მდგომ პირებს ზუსტადაც რომ აწყობთ ერაყის დესტაბილიზაცია. ეს ომი უნდა შენარჩუნდეს და გაგრძელდეს, რომ რეგიონი დაიყოს. ნავთობზე ბატონობა გაგრძელდეს. თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორებმა კვლავ მიიღონ უზარმაზარი მოგება და რაც მთავარია, მუდმივი სამხედრო ბაზები განთავსდეს, რომ სხვა ნავთობის მომპოვებელ ქვეყნებზე ადვილად მოხდეს სამხედრო აგრესიის განხორციელება. და უმორჩილებელ ქვეყნებზე, როგორიცაა ირანი და სირია. Აი კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ერაყში სამოქალაქო ომის და დესტაბილიზაციის შენარჩუნება განზრახდება. 2005 წელს ბრიტანეთის ორი ელიტარული დანაყოფის ოფიცერი ერაყის პოლიციამ დააპატიმრა. ისინი არაბები ჩაცმულები იყვნენ. ქალაქში მანქანები დადიოდნენ და მოსახლეობას უხსნიდნენ ცეცხლს. ბასრას ციხეში გადაყვანის შემდეგ ბრიტანეთის არმიამ მყისიერად მოითხოვა მათი გათავისუფლება. როდესაც ბასრას მთავრობამ უარი განაცხადა, ბრიტანელი ტანკები პირდაპირ შევიდნენ და ბასრას ციხიდან იხსნეს ეს ოფიცრები. ტერიტორიის განადგურება თუ გსურს, როგორ უნდა მოიქცე? ორი გზა არსებობს. შეგიძლია მიხვიდე და დამალბა. უბრალოდ ეგ არც ისე ეფექტური გზაა. ან შეგიძლია შეეცადო იმ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს დაახოცინო ერთმანეთი და გაანადგურებინო საკუთარი მამული. ზუსტად ეგ მოხდა მაგმიდამოებში. ოპონენტის განადგურება თუ გინდა, თვითონ მას უნდა გაანადგურებინო საკუთარი თავი. ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ უნდა დაყო და შემდეგ ორივე მხარე ყვება. აგენტები უნდა გაუშვა მათ შორის კონფლიქტების გასაღვივებლად და ისინიც ამოხოცავენ ერთმანეთს. და დრო ამ რეალობაში გავიღვიძოთ, რომ გავიგოთ, რომ ადამიანები, რომლებიც იმპერიების შენარჩუნებას და შექმნას ცდილობენ, ამას იმ ხალხის მანიპულაციით აკეთებენ, ვის დაპყრობასაც ცდილობენ. შეიძლება საკუთარ თავს კითხო, მთელი კულტურა რატომ არის მასმედიისგან ასე დატვირთული, გასართობი გადაცემებით. როცა პარალელურად ამერიკის განათლების სისტემა აგრძელებს მოსახლეობის დადებილებას და სულ ქვემოთ მიდის სტატისტიკის ცხრილებში. ზუსტად იმის შემდეგ, რაც ამერიკის მთავრობამ საჯარო სკოლების მართვა თავის თავზე აიღო და მათი სუბსიდირება მოახდინა. თქვენი მთავრობა ფულს რამეში თუ იხდის, იმას იღებს კიდეც. ამას როცა შევიგნებთ, შემდეგ შეგვიძლია მთავრობის მიერ დაფინანსებულ განათლების დაწესებულებებს გადავხედოთ და ვნახოთ რანაირ მოსწავლეებს ზრდის და რანაირ განათლების დონეს ასახავს მთავრობის მიერ დაფინანსებული ეს სკოლები. ლოგიკა გიგარნახებთ, რომ თუ სკოლა იმ შედეგს არ იძლევა, რაც ფედერალურ მთავრობას სურდა, მაშინ ის უბრალოდ შიგნით რაღაცებს შეცვლის. დასკვნა ის არის, რომ მთავრობა იმას ღებულობს, რის ბრძანებაც გასცა. მათ არ უნდათ, რომ თქვენი შულები განათლდნენ. არ უნდათ, რომ ბევრი ეფიქროთ. ამიტომაც დაიტვირთა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამყარო ამდენი გასართობის სანახაობებით.
მასმედიით, ტელეშოუებით, გასართობი პარკებით, ნარკოტიკებით, ალკოჰოლით და ყველა სახის გასართობის საშუალებებით, რომლებიც ადამიანის გონებას მუდმივად ამ მდგომარეობაში დატოვებს. And every kind of entertainment to keep the human mind entertained. იმიტომ რომ თქვენ იმ მნიშვნელოვან ადამიანებს არ გადაეღობოთ გზაზე, ამ თქვენი ბევრი ფიქრით. ჯობს გაიღვიძოთ და შეიგნოთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც თქვენ ცხოვრებას მართავენ და თქვენ ამას ვერც კი აცნობიერებთ. დიდ განსაცდელში ვართ. რადგან თქვენ და კიდევ 62 მილიონი ამერიკელი მისმენს. ახლა, რადგან თქვენგან მხოლოდ 3% კითხულობს წიგნებს, რადგან თქვენგან მხოლოდ 15%-ზე ნაკლები კითხულობს გაზეთებს, რადგან ერთადერთი ჭეშმარიტება, რაც იცით, ამ ყუთიდან ღებულობთ. ამ მომენტისთვის მთელი თაობა არსებობს, რომელმაც ამ ყუთიდან გამოსული ინფორმაციის გარდა არაფერი იცის. ეს ყუთი სახარებაა. ნამდვილი გამოცხადება. ამ ყუთს შეუძლია დანიშნოს და გადააყენოს პრეზიდენტები, რომის პაპები, პრემიერ-მინისტრები. ეს ყუთი ყველაზე მაგარი ძალაა მუღმთო სამყაროში. დავაი ჩვენ თუ ის ცუდ ხალხს ჩაუვარდა ხელში. და როცა მსოფლიოს უდიდესი კომპანია აკონტროლებს, მსოფლიოს ყველაზე მაგარ პროპაგანდის მანქანას ამ უღმრთო სამყაროში, ვინ იცის ამით რა სისულელე შეუძლიათ აქციონ ჭეშმარიტებად. მე მომისმინეთ. მომისმინეთ. ტელევიზია არ არის ჭეშმარიტება. ტელევიზია დაწყევლილი ატრაქციონია. ტელევიზია ცირკია, კარნავალი, მოგზაური აკრობატების, მეზღაპრეების, მოცეკვავეების, მომღერლების, გიჟიოიმბაზების, ლომების მომთვინიერებლების და ფეხბურთის მოთამაშეების გუნდია. ჩვენ მოწყენილობის მოკვლის ბიზნესში ვართ, მაგრამ თქვენ დღე-დაღამეს ხეთხართ და უყურებთ ყველა ასაკის, სფერის, ყველა გაგების ადამიანები. ჩვენ გარდა არაფერი ეცით. იმ ილუზიებს იჯერებთ, რასაც აქვატრიალებთ. იმაზე ფიქრს იწყებთ, რომ ეს ყუთი რეალობაა და თქვენი საკუთარი ცხოვრებები არარეალური. იმას აკეთებთ, რასაც ყუთი გეუბნებათ. ისე იცნობთ, როგორც ყუთში განახებენ. იმას ჭამთ, რასაც ყუთში ხედავთ. ბავშვებსაც ისე ზრდით, როგორც ყუთში გასწავლიან. თქვენ ყუთივით ფიქრობთ კიდევაც. ეს სრული სიგიჟეა, თქვენ მანიაკებო. თუ ღმერთი გწამთ ხალხო, თქვენ ხართ ნამდვილები და ჩვენ ვართ ილუზია. კულისებში მყოფ კაცებს ყველაზე უკანასკნელი რამ რაც უნდათ, ინფორმირებული და კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოება. ამიტომაც უწყვეტად აწარმოებენ ამ თაღლითულ დროის სულს. რელიგიის, მასმედიის და განათლების სისტემის დახმარებით. სურთ რომ გზა აცდენილ გულუბრყვილო ბუშტში ყავდეთ. და ეგ ძალიან კარგად გამოსდით. 2005 წელს კანადას, მექსიკას და ამერიკას შორის მოლაპარაკებები შედგა. ეს მოლაპარაკება არ უცნობებიათ ხალხისთვის და არც განხილულა კონგრესში. ის ამერიკას, კანადას და მექსიკას ერთ ორგანიზმში აქცევს და ყველა საზღვარს შლის. მას ჩრდილო ამერიკული კავშირი ჰქვია. ალბათ საკუთარ თავს ეკითხებით, თუ რატომ არ გაგიგიათ არაფერი მის შესახებ. ფაქტია, მხოლოდ ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა გაიგო ამის შესახებ და გამბედაობა იყო განეხილა ეს საკითხი. ბუშის ადმინისტრაციის ღია საზღვრების პოლიტიკა და მისი გადაწყვეტილება დააიგნოროს ამ ქვეყნის იმიგრანტების კანონები უფრო დიდი დღის წესრიგის ნაწილია. პრეზიდენტმა ბუშმა ფორმალურ თანხმობას მოაწერა ხელი, რომელიც ამერიკა ისეთ მდგომარეობაში არსებობას დაასრულებს, როგორცაც ახლა ვიცნობთ. და ეს ნაბიჯი ამერიკის კონგრესის და მოსახლეობის ნებართვის გარეშე გააკეთა. ეს არის საკითხი, რომლის შესახებაც ძალიან ცოტაც თუ სმენია. ეს კიდევ ერთხელ მოხდა. ეს კენწეროში მყოფმა ძალიან ცოტა ადამიანმა ინვესტორების კლასის მოთხოვნით გააკეთა. მაგრამ ადამიანების სამუშაო კლასმა, პოლიტიკოსებმა და ჩვენი ქვეყნის და ქალაქების საზოგადოებებმა არაფერი იციან ამის შესახებ. ეს რაიმე სახის სავაჭრო შეთანხმება არ არის. ეს ამ ქვეყნების სუვერენიტეტების სრულიად გაუქმებას გულისხმობს, რაც ასევე სრულიად ახალ ვალუტას შემოიტანს. სახელად ამერო. ხოდა მაგის გარდა კიდე იმას ვფიქრობ, რომ ადამიანებს, ვისაც დოლარში აქვთ დანაზოგები, ამეროზე უნდა მოახდინონ კონცენტრაცია. მაგაზე არავინ არაფერს ამბობს. და ვფიქრობ, რომ ეს კანადის, ამერიკის და მექსიკის ყველა მაცხოვრებელზე მოახდეს გავლენას. ამერო ახალ ვალუტას შესთავაზეს ჩრდილო ამერიკულ საზოგადოებას, რომლის შექმნაზეც ახლა მიდის საუბრები. კანადას, ამერიკასა და მექსიკას შორის. ისინი საზღვრების არ მქონე კავშირის შექმნას აპირებენ, როგორიცაა ევროკავშირი და დოლარი. კანადური დოლარი და მექსიკური პესო. ამეროთი ჩანაცვლდება. ამ შეთანხმების ამდროინდელი ვარიანტის თანახმად ამერიკის კონსტიტუცია წარსულს უნდა მიეცეს. ალბათ ფიქრობ, რომ ეს მთელი ამბავი ყველა გაზეთის პირველ ფურცელზე უნდა იყოს გამოქვეყნებული. ეგ იქამდე სანამ გაიგებ, რომ ამ ყველაფრის უკანის ხალხი ამიც მასმედიას აკონტროლებს და ისინი ასეთ რამეს არ გაგაგებინებენ, რაც არ უნდათ რომ გაიგოთ.
ჩრდილოამერიკული კავშირი იგივე კონცეფციას წარმოადგენს, რასაც ევროკავშირი, აფრიკის კავშირი და აზიური კავშირი, რომელიც მალე შეიქმნება. და ამ ყველა კავშირის უკან ადამიანების ერთი და იგივე წრე დგას. და როცა დრო მოვა ჩრდილოამერიკული კავშირი, ევროკავშირი, აფრიკის კავშირი და აზიის კავშირი გაერთიანდება, რაც იმ გეგმას საბოლოო ფაზაში გადაიყვანს, რომელზეც ეს ხალხი უკვე 60 წელია მუშაობს. მსოფლიო მთავრობა. ჩვენ მსოფლიოს მთავრობა გვეყოლება. იმის მიუხედავად მოგწონს ეს თუ არა. საკითხავი ისაა, ეს დაპყრობით თუ შეთანხმების საფუძველზე მიიღწევა. პოლ ვორბურგი, საგარეო ურთიერთობის მრჩეველთა საბჭოს წევრი, ფედერალური სარეზერვო სისტემის ხუროთმოძღვარი. მინდა ყველა სახელით მადლობა გადაუხადო Washington Post, New York Times, Journal Times და სხვა წარმატებულ გამოცემებს, რომლების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ ჩვენ შეხვედრებს და შეინარჩუნეს კონფიდენციალურობა. თითქმის 40 წლის მანძილზე. ჩვენი გლობალური გეგმის განხორციელებას ვერ შევძლებდით მთელი ამ წლების განმავლობაში. ჟურნალისტების კამერების შუქი რომ დაგვნათებოდა, ყველაფრის გასაჯაროების მიზნით. მაგრამ სამყარო ახლა უკვე გამოცდილი და მომზადებულია მსოფლიო მთავრობისთვის. მსოფლიო ბანკირებისგან და ინტელექტუალური ელიტისგან შემდგარი სახელმწიფოს ზევით მყოფი უმაღლესი ხელისუფლება უდავოდ სჯობს იმ ძველ სამთავრობო პრაქტიკებს, რომლებიც წინა საუკუნეებში გამოიყენებოდა. დევიდ როკფელერი, საგარეო ურთიერთობის მრჩეველთა საბჭოს წევრი. ერთი ბანკი, ერთი არმია, ძალაუფლების ერთი ცენტრი. და ისტორიიდან ოდესმე თუ გვისწავლია, ის ვისწავლეთ, რომ ძალაუფლება იყიდება და სრულყოფილი ძალაუფლება სრულყოფილად იყიდება. ეს ერონ რუსოა, კინორეჟისორი და ყოფილი პოლიტიკოსი. მისგან მარცხნივ ნიკოლას როკფელერია, როკფელერების ცნობილი ბიზნეს და საბანკო დინასტიიდან. ისინი გარკვეული დრო მეგობრები იყვნენ და ბოლოს ერონმა ურთიერთობა გაწყვეტა. იმის შემდეგ, რაც გაიგო როკფელერებს რა ამბიციებიც გააჩნდათ. ერთხელ ერთ-ერთმა ჩემმა ნაცნობა ადვოკატმა დამენეკა და მითხრა: "გინდა ერთ-ერთ როკფელერთან შეგახვედრო?" და მე ვუპასუხე: "კი, დიდი სიამოვნებით და ჩვენ დავმეგობრდით და ბევრი რაღაცის მოყოლა დამიწყო. ერთ ღამეს მეუბნება: ერთი მოვლენა მოხდება ერონ. და მაგ მოვლენის შემდეგ ავღანეთში შევალთ, რომ კასპიის ზღვაში გავატაროთ მილები. ერაყში კი ნავთობის სასართმევად და ახლო აღმოსავლეთში ბაზის ასაშენებლად. და კიდევ ვენესუელაში შევალთ. და ჩავესს მოვიშორებთ. პირველი ორი შეასრულეს. ჩავესის ამბავი იქნეს. და მითხრა, მე რა ტიპებს ნახავ როგორ ივლიან გამოქვაბულებში, იმ ადამიანების მოსაძებნად, რომლებსაც ვერასდროს იპოვიან. იმ ფაქტზე იცინოდა, რომ ტერორიზმთან დაწყებულ ომში ნამდვილი მტერი არ გვყავს. ამბობდა, რომ ტერორიზმთან გამართულ ომს ვერასდროს მოიგებ, რადგან ეს სამუდამო ომია. ხო და ამით მუდმივად შეგიძლია ადამიანებს უფლებები წაართვა. და მე ვკითხე, ხალხს როგორ უნდა დააჯერო, რომ ეს ნამდვილი ომია? მიპასუხა, მედიით, მედია დაარწმუნებს ყველას, რომ ნამდვილია. მოკლედ იმას გულისხმობდა, რომ სულ ერთი და იგივეზე თუ ისაუბრებ და კვლავ გაიმეორებ, საბოლოოდ ხალხი დაიჯერებს. მათ ფედერალური რეზერვი შექმნეს 1913-ში ტყუილების დახმარებით. 11 სექტემბრის ტერაქტით შეთითხრეს. ეგეც კიდევ ერთი ტყუილია. 11 სექტემბრით ტერორიზმის წინააღმდეგ დაიწყეს ომი და უეცრად ერაყში შევიდნენ. ეგეც ტყუილი. და ახლა ირანში შევარდნა უნდათ და ეს ისეთი რამაა, რასაც შემდგომ სხვა რაღაცეებიც მოყვება და იმას კიდევ სხვა რაღაცაც და ასე შემდეგ. მე ვეუბნებოდი, ამას რატომ აკეთებთ? რა აზრი აქვს? რაც გინდა ყველაფერი გაქვს. სოფლიოში უმდიდრესი ადამიანი ხართ, ძალაუფლებაც თქვენ გაქვთ. ამის გაკეთებით ხალხს ხომ ავნებთ? ეგ არ არის კარგი რამ. და ის მპასუხობდა: ხალხი ფეხებზე არ კიდია? შენ თავს და შენ ოჯახს მოუარე. და მე ვუთხარი და საბოლოო მიზანი რა არის? მიპასუხა: საბოლოო მიზანია, რომ მთელ დედამიწაზე ყველა ჩიპები ჩაიდგან და მთელი ფული და ყველაფერი ამ ჩიპებზე რომ გქონდეთ. და ვინმე ჩვენს აქციას თუ გააპროტესტებს ან არ დაგვემორჩილება, უბრალოდ ჩიპს გამოვურთავთ. მართალია, მიკროჩიპები. 2005-ში კონგრესმა ვითომ და იმიგრაციის კონტროლის და ტერორიზმთან ბრძოლის მიზნით ნამდვილი პირადობის მოწმობის აქტი გამოუშვა, რომელიც 2008 წლის მაისში ჩაეშვება. ვალდებული იქნებით, რომ მუდმივად ფედერალური პირადობის მოწმობა ატაროთ, რომელსაც ზედ სკანირებადი შტრიხ-კოდი ექნება, სადაც თქვენი პირადი ინფორმაცია შეინახება. მაგრამ ეს შტრიხ-კოდი მხოლოდ და მხოლოდ ერთი ნაბიჯია, სანამ ბარად საბოლოოდ რადიოსიხშირის ამომცნობით არ შეამკობენ. სათვალთვალო მოდულით, რომელიც რადიოსიხშირეებს გამოიყენებს, პლანეტაზე შენი ყველა ნაბიჯის სათვალთვალოდ. ეს ამბავი ცოტა თუ გვეუცხოა, გაითვალისწინე, რომ ეს ჩიპი უკვე ყველა ახალ ამერიკულ პასპორტებშია. და საბოლოო ეტაპი იმპლანტირებული ჩიპებია, რომლებიც სხვადასხვა გვარი საბაბებით უკვე შეადგმევინეს უამრავ ადამიანს.
ჩვენ ფლორიდელი ოჯახი გვყავს, რომლებიც ნამდვილად ახალი სამყაროს პიონერები გახდნენ. ისინი თავიანთი ნებით დათანხმდნენ, რომ პირველი ადამიანები იყვნენ, რომლებიც საიდენტიფიკაციო მიკროჩიპებს ჩაიდგავდნენ სხეულში. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ძალიან ვღელავ ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე. პრობლემა არ მაქვს, რომ სამუდამოდ ჩამიდგათ რაიმე ხელში. რაიმე რითიც ჩემს იდენტიფიკაციას შეძლებთ. საბოლოოდ ყველა მართულ და კონტროლირებად ბადეში იქნება. სადაც შენი თითოეული ჩადენილი საქციელი იწერება და ზღვარს თუ გასცდები. მათ შეეძლებათ უბრალოდ ჩიპი გამოგერთა. და მაგ დროისთვის უკვე მაგ ჩიპის გარეშე ვეღარაფერს შეძლებ. რადგან ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტი მასთან იქნება დაკავშირებული. მომავალში ეს სურათი გვაქვს. თვალებს თუ გაახელ და დაინახავ. ცენტრალიზებული ერთსამყაროიანი ეკონომიკა, სადაც ყველას ნაბიჯი და ყველას გადარიცხვა გაკონტროლდება. არანაირი ადამიანური უფლებები. და ყველაზე გასაოცარი მხარე ის არის, რომ ამ ტოტალიტარულ ელემენტებს ადამიანებს არ დააძალებენ. თვითონ ადამიანები მოითხოვენ მათ, რადგან თაობებზე გამავალი შიშით დაყოფით. საზოგადოების სოციალურმა მანიპულაციამ ადამიანები სრულიად განაცალკევა ძალაუფლების და რეალობის შეგრძნებისგან. ეს პროცესი უკვე რამდენიმე საუკუნეა მიმდინარეობს. თუ არა ათასწლეული. რელიგია, პატრიოტიზმი, რასა, სიმდიდრე, მოდა და ყველა სახის თვითნებური ფორმა, რომელიც ადამიანებს აცალკევებდა, ემსახურებოდა კონტროლირებადი მოსახლეობის შექმნას. მცირეოდენი ადამიანების ხელში უკიდურესად დამყოლებად ყოფნისთვის. დაყავი დაიბატონე არის დევიზი. იქამდე სანამ ადამიანები თავიანთ თავს ყველაფერ დანარჩენისგან განცალკევებლად დაინახავენ. ამით მათ თავიანთი თავი შეთავაზებული ექნებათ სრული დამონებისთვის. ეს კულისებში მყოფმა კაცებმა იციან და ის იციან, რომ როგორც კი ადამიანები სიმართლეს გაიგებენ, თავიანთი ადგილის შესახებ ამ სამყაროში და იმ ძალის შესახებ, რომელიც ყველა პიროვნებას ეძლევა სამყაროს შესაძლებლად. მთელი წარმოებული დროის სული, რომლებზეც ისინი ლოცულობენ, ბანკოს სახლივით დაიშლება. მთელი სისტემა, რომელშიც ვცხოვრობთ, ჩაგჩიჩინებს, რომ უძლურები ვართ, სუსტები, რომ ჩვენი საზოგადოება მარტოა, რომ მას დანაშაული ამოძრავებს და ასე შემდეგ. ეს დიდი ტყუილია. ჩვენ ძლიერები ვართ, ლამაზები, არაჩვეულებრივები. არ არსებობს არანაირი მიზეზი თუ რატომ შეიძლება ვერ გავიგოთ სინამდვილეში ვინ ვართ და საით მივდივართ. და არ არსებობს არანაირი მიზეზი, რომ ჩვეულებრივმა ინდივიდმა ვერ გამოიყენოს მისი სრული სიძლიერე. ჩვენ დაუჯერებლად ძლიერი არსებები ვართ. ფიქრობ, ჩემი ცხოვრების 30 წელი გავფლანგე. პირველი 30 წელი, როცა ვცდილობდი, რომ რამისთვის მიმეღწია. მინდოდა, რომ ჩოგბურთში მიმეღწია წარმატებისთვის. მინდოდა, რომ სკოლაში კარგი ნიშნები მქონოდა და ყველაფერს რაღაც მაგ კუთხიდან ვუყურებდი. საბოლოოდ მაინც არ ვარ ჩემი მდგომარეობით კმაყოფილი, მაგრამ მე ხომ რაღაცებს მივახციე. შემდეგ გავოცნობიერე, რომ არასწორად გავიგე თამაშის წესები, რადგან ეს თამაში იმის შესახებ იყო, რომ გამერკვია ის, რასაც უკვე ისედაც წარმოვადგენდი. ჩვენს კულტურაში გვასწავლეს, რომ ერთმანეთის ინდივიდუალური განსხვავებები გამოგვეყო. ნებისმიერ პიროვნებას შეხედავ და მაშინ ვფიქრობ, უფრო ჭკვიანია, უფრო დებილია, უფრო ასაკოვანია, უფრო ახალგაზრდაა, უფრო მდიდარია ან ღარიბია. და ჩვენ ვაჩენთ ამ სივრცულ განსხვავებებს. კატეგორიებად ვაწყობთ და შესაბამისად ვეყურებით. და ისე გამოდის, რომ ჩვენ დანარჩენებს ჩვენგან გამოყოფილად ვუყურებთ. იმ გაგებით, რითიც ჩვენგან განსხვავდებიან. განცდის მიღების ერთ-ერთი ყველაზე დრამატული თვისება ის არის, რომ როცა სხვა პიროვნებასთან ერთად ხარ და უეცრად ხედავ იმ რაღაცებს, რითიც გავს და არა რითიც განსხვავებულია შენგან. და იმ ფაქტს განიცდი, რომ ის დედაარსი, რაც შენშია და რაც ჩემშია, ნამდვილად ერთია. იმას იგებ, რომ სხვა არ არსებობს. ყველა ერთია. მე რიჩარდ ალბერტად არ დავბადებულა. მე უბრალოდ ადამიანად დავიბადე და შემდეგ ვისწავლე იმად ყოფნა, რაც ახლა ვარ. კარგი თუ ცუდი, წარმატებული თუ წარუმატებელი. ეს ყველაფერი ცხოვრების გრძელ გზაზე გავიგე. როდესაც სიყვარულის ძალაუფლება ძლევს ძალაუფლების სიყვარულს, სამყაროში მშვიდობა დაისადგურებს. ჯიმ ჰენრიქსი. ბევრი რასისტული და სექსუალური მიმართვები და რელიგიური შოვინიზმი, სოფიანი ნაციონალისტური სიფიცხე უკვე აღარ მუშაობს. ახლა შეგნება ყალიბდება, რომელიც ხედავს, რომ დედამიწა ერთიანი ორგანიზმია
და აცნობიერებს, რომ თავის თავთან მეომარი ორგანიზმი განწირულია. ბილ ჰიქსი შოუებს ამით ასრულებდა ხოლმე. ცხოვრება ატრაქციონების პარკივით არის. და როდესაც ატრაქციონზე ჯდები, გონია რომ ნამდვილია, რადგან ჩვენ გონებას ეგძალუց. ეს ატრაქციონი ზემოთ ადის და ქვემოთ შემოდის და ბევრს ტრიალებს. მისგან ჟრუანტელი გვივლის და ის მღელვარებას იწვევს. ძალიან ნათელ ფერებშია და ძალიან ხმაურიანი და გარკვეული დროით სახელისოა. ზოგიერთი ამ ატრაქციონზე დიდხანს არის და შემდეგ კითხვები უჩნდება. ეს ნამდვილია? თუ უბრალოდ ატრაქციონია? და სხვა ადამიანებს ახსენდებათ. და ბრუნდებიან და გვეუბნებიან. ჰეი, ნუ ღელა, ნუ რას დრო შეგეშინდება, რადგან ეს მხოლოდ ატრაქციონია. და ჩვენ ამ ხალხს ვკლავთ. მოაკეტინეთ, მე ამ ატრაქციონში ინვესტიცია მაქვს ჩადებული. მოაკეტინეთ. ნახეთ, რამდენი სანერვიულო მაქვს. ჩემს ბანკის დიდ ანგარიშს და ჩემს ოჯახს შეხედეთ. ეს ნამდვილი უნდა იყოს. ეს უბრალოდ ატრაქციონია. მაგრამ ჩვენი მკაკ ტიპებს კლავთ, ვინც ამას გვეუბნება. შეგიმჩნევიათ? და დემონებს ვაძლევთ საშუალებას საზიზღრობები ჩაიდინონ, მაგრამ მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან ეს მხოლოდ ატრაქციონია და ჩვენ ყველაფრის შეცვლა შეგვიძლია, როგორც კი მოგვინდება. ეს მხოლოდ არჩევანია. არანაირი დაძაბვა, არანაირი მუშაობა, არანაირი სამსახური, არანაირი ფულადი დანაზოგები. უბრალოდ არჩევანია გასაკეთებელი. ახლავე, შიშსა და სიყვარულს შორის. რევოლუციის დრო ახლაა. ფილმს წარმოგიდგენთ აჭარა.com. ფილმი გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ.